მოგესალმებით, ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. 4 ოქტომბრამდე ზუსტად 1 კვირა რჩება, რადგან პოლიტიკური აქტორების უმრავლესობისთვის ეს თარიღი გადამწყვეტია, მოსალოდნელია, რომ მოვლენების თვალსაზრისით მომდევნო რამდენიმე დღე საკმაოდ დატვირთული და დაძაბული იქნება. საარჩევნო ფლანგზე მოვლენები კარგად ნაცნობი წინა საარჩევნო სცენარით ვითარდება. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს, რასაც უკავშირებს კიდეც ქართული ოცნების სასარგებლოდ რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნას. ოპოზიციის შეხვედრები ამ მომრჩეველთან, როგორც ჩანს, მმართველი გუნდის გაღიზიანებას იწვევს და ამიტომ კვერცხები, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი განსაკუთრებით ემარჯვებათ. იმედია საქმექვების სროლამდე არ მივა სამწუხაროდ ქართულ მრავალ ჭირნახულ პოლიტიკაში ასეთიც ბევრი გვინახავს. არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის რომ კულმინაციური მომენტი დგება, გახარია ხაზარაძის შეხვედრაც ადასტურებს, რაზე ისაუბრეს საარჩევნო დაძმობილებულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა საჯაროდ გავრცელებული განცხადებიდან არ ჩანს. თუმცა პროცესებს რომ მართვა ადგილზე სჭირდება და დისტანციურად ეს არც ისე ეფექტურად გამოდის, საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც ადვილი მისახვედრია. ვისაც არჩევნებით ივანიშვილის დამარცხების არ სჯერა, ოქტომბრის რევოლუციისთვის სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ. პროექტების, ასე ვთქვათ, პროცესების შედარებით აქტიური ფლანგი მზად არის მოქმედებისთვის, მათ შორის წინა ხაზზე დანარჩენები კი აქციებზე ზოგადად საპროტესტო პროცესის მხარდასაჭერად მიდიან. ოცნება გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებს, განცხადებებს რევოლუციის შესახებ არასერიოზულს უწოდებს, თუმცა გაფართოებული შეხვედრა დიდ ბიზნესმენებთან მაინც დასჭირდა, რომელსაც ერთგვარი დამამშვიდებელი პრევენციული ეფექტი ჰქონდა დაახლოებით ამ სტილში, რომ ყველაფერი რიგზია და ყველაფერს ვაკონტროლებთო. მოკლედ, პოლიტიკური ოქტომბერი სულ მალე დადგება, ვის რას მოუტანს, ამას ჩვენ შევეცდებით ახლა წინასწარ მოლოდინების საფუძველზე გავარკვიოთ. ალეკო ელისაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი. მოგესალმებით, ალეკო, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი დღეს გავრცელებული განცხადებით, რომლის თანახმადაც ერთმანეთს ორი პარტიის ლიდერი შეხვდა, გულისხმობ ხაზარაძის და გახარიას შეხვედრას. არ იყო პრეს-რელიზში, ადგილიც კი არ იყო დაკონკრეტებული, სად გაიმართა ეს შეხვედრა, თუმცა არ უნდა იყოს რთული მისახვედრე გამომდინარე იქიდან, რომ ახლა გახარია გერმანიაში იმყოფება. რაც გავიგეთ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან, ზოგადად საუბარი იყო არჩევნებზე. მაგრამ საინტერესოა აი ამ საჯარო განცხადების მიღმა კიდევ რაზე ისაუბრა ორმა არჩევნებში მონაწილე ლიდერმა. იყო თუ არა საუბარი, არ ვიცი, გახარიას ჩამოსვლა არ ჩამოსვლაზე. იყო თუ არა საუბარი სამომავლოდ ამ ორი პოლიტიკური ძალის შერწყმა გაერთიანებაზე. გამარჯობა, მოგესალმები ემა, მიესალმებით მაყურებელს. მამუკა ხაზარაძე დაბრუნდა თბილისში, მაგრამ მე დღეს არ შეხვედრი ვარ მას, მე ჩემი წინა საარჩევნო გრაფიკი მქონდა და ღონისძიებები, არ მინახავს შესაბამისად დეტალურად არ ვიცი რაზე ილაპარაკეს, შეხვედრას რო აპირებდნენ, ვიცი. ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში რო უნდა შეხვედროდნენ, ესეც ვიცი, ზუსტად სად შეხვდნენ, არ ვიცი, და ზუსტად რაზე ისაუბრეს, არ ვიცი. მე ჩემთვის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო ის საერთო განცხადება, რაც გავრცელდა, ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ გვაკავშირებს წინა საარჩევნო კოორდინაცია, მემორანდუმი და ამ მემორანდუმს ვიცავთ ორივე მხრიდან და მაგრად მომწონს ეგ ამბავი სხვათა შორის, რომ იმ დროს, როდესაც რავი, ყველა ერთმანეთს დარეულები ვართ ამ პოლიტიკაში და ყველა ერთმანეთს ვლანძღავთ და თვალთხოვთ, ჩვენც არაერთხელ გვითათხია ერთმანეთი, კონკურენტი პარტიები ვიყავით, გვილანძღია. რა ვიცი, კარგად გავიაზრეთ, რომ ლანძღვა არ არის სწორი და ერთობა არის გაცილებით მნიშვნელოვანი. ერთობის მცდელობა სხვა პარტიებთანაც ჰქონდა, ნამდვილად აი მთელი გულწრფელობით შემიძლია თქვა, რომ დახურულ შეხვედრებზე, ღია შეხვედრებზე ვამბობდი, რომ ყველა განსასწრელში ვართ, საერთო პრობლემაა და უნდა გავერთიანდეთ. მე ვამბობდი ხოლმე ამათ. არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. არა, ზოგადადაც, რა თქმა უნდა, ჯობდა რომ არჩევნებში ყველა ერთად შევსულიყავით. რა თქმა უნდა, ჯობდა, მაგრამ იყო
კატეგორიული ასტასხვადასხვაობა და რაღაცა რაც არ წებდება მოკლედ რა მაგნიტს რო გადმოატრიალებ და განიზიდავს ერთმანეთს აზრთა სხვადასხვაობა ზოგადად არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით თუ მათთან საუბარში მიხვდით რომ შეუძლებელი იყო მიგეღწიათ შეთანხმებას ნეიტრალურ კანდიდატებზე ანუ ის რაც თავარი ასე ვთქვათ თანამშრომლობის საკუთხედი არა მაგამდე არ მისულა საქმე ისინი ვინც ბოიკოტს უჭერდნენ ხალხს ძალიან კატეგორიულები იყვნენ წარმოიდგინე ხა მართლამართლები ვართ ერთ შეხვედრა გქონდა დახურული შეხვედრა სადაც შევთანხმდით ასეთ რამეზე რომ ორად ვიყოფით ხო ორი ძალა პოლიტიკური კოალიცია ლეუზლიერი საქართველოს და კახარიას პარტია ვამბობთ რომ უნდა მე აი მინდა რომ ყველამ კარგად გაიგოს ეს ამბავი რა იმიტომ რომ ერთ სიტყვას არც ვაკლებ არც ვამატებ რა რეზიუმირებულად შეჯამებულად ყვები ამას დახურული შეხვედრა იყო სადაც მთელი ოპოზიციური სპექტრი ვიყავით ვინც მაშინ ციხეში არ იყო და ვთქვით რომ მოდი რა ორად ვიყობით ნაწილი ვამბობთ რომ მონაწილეობთ არჩევნებში ნაწილი ამბობს რომ ბოიკოტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვთქვით რომ მოდი რა ნუ ჯერ მართლა მაინტერესებდა ბოიკოტით როგორ ვამარცხებთ ხელისუფლებას ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ აი 5 ოქტომბერს რას ვაკეთებთ როცა კალაძე ყველასთან დანარჩენთან ხო და ნუ სიმართლე გითხრათ ვერ ანუ ყველას ვერ შეეკითხებოდით ხო ყველა შეხვედრის მონაწილეს აი შეხვედრაში 10000 კაცი კი არ მონაწილეობდა რაღაც რავი 1000 კაცი ამიტომ ან თავარი ადრესატი ამ შეკითხვის ვინ იყო ბოიკოტისტები რავი ვინ არიან ბოიკოტისტები ბოიკოტისტების ორ ნაწილად ალეკო ხა თქვენ ძალიან საინტერესო რამეს ამბობთ რა თქვენ ყვებით დახურული შეხვედრის შესახებ სადაც უკვე დაიშალეთ ისე რომ თქვენი პოზიცია ბოიკოტის მომხრეებისთვის იყო ცნობილი არა და ჩემს ეთერშიც და ასევე სხვა მედია საშუალებებითაც მათგან მომისმენია საჯარო განცხადებები რომ ტელევიზიით გაიგეს იმის შესახებ რომ თურმე ლელომ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ეს შეხვედრა გაიმართა სანამ ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს დაჭერის შემდეგ დაჭერილები იყვნენ კი ბატონო დაჭერა ყველა მიცოდა ეხლა რას ვაპირებთ შეხედეთ რატო ვართ მართლები და მე საკუთარ თავთან რატო ვარ მართალი იმიტომ რომ იმ შეხვედრაზე ვთქვით რომ კაი კი ბატონო თქვენ არ უცვლით ფეხს იმ პოზიციას რომ ბოიკოტი კი ბატონო გასაგებია ხო ჩვენ ვამბობთ რომ არჩევნები და ამ არჩევნებს ხედავთ ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდად ხელისუფლების დასუსტებით ერთ-ერთ გზად და მოდი იქ შევთანხმდით ასეთ რამეზე რომ მოდი ვიფიქროთ მომდევნო შეხვედრისთვის კომპრომისებზე რომ კაი თქვენ გაჯიქებული ხართ თქვენ პოზიციაში ჩვენ ვართ გაჯიქებული ჩვენ პოზიციაში ხო მოდი იქნება რაღაცა კომპრომისები მოვძებნოთ რომ ჩვენ მიგვაჩნდა რომ თუ არჩევნებს შევდივართ ერთად შევიდეთ თუ არ შევდივართ არ შევიდეთ მაგრამ მოდი ერთიანი პოზიცია იყოს მომდევნო მეორე შეხვედრაზე მივედით და ჩვენ მივიტანეთ ასეთი კომპრომისული წინააღმდება ირაკლი კუპრაძის წინააღმდება იყო ასეთი ბოიკოტი მთელ საქართველოში 63 მუნიციპალიტეტიდან 62-ში და ბრძოლა მარტო თბილისში რომ მთელი ოპოზიცია ჩავერთოთ ოღონდ საერთო კანდიდატები გყავდეს საერთო მერობის კანდიდატი გყავდეს საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გყავდეს საერთო ვიცემერობის კანდიდატები გყავდეს ყველგან ბოიკოტში ვიყოთ ხო არის 63 მუნიციპალიტეტი მათ შორის თბილისი ხო აი მარტო თბილისში მე მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია რომ უფრო ლოგიკური იქნებოდა რომ 6 ქალაქში გვებრძოლა ყველგან ბოიკოტი და 6 დიდ ქალაქში ბრძოლა იმიტომ რომ გულზე ხელი რომ დავიდო რეგიონებში ძალიან რთულია ბრძოლა იმიტომ რომ ნებისმიერმა შევიდეს და შეამოწმოს საქართველოს მუნიციპალიტეტების 99%-ში მოსახლეობის 70% და 60-70% იღებს სოციალურ დახმარებას. სოციალურ დახმარებას იღებენ. წააგებთ რეგიონებს? წააგებთ ხა ეგრე არა ვარ თქო ძალიან ბევრგან მებრძოლი კანდიდატები ყავს, მაჟორიტარების, მერობის კანდიდატები, მაგრამ მოცემულობას ვამბობ, რომ 70% მოსახლეობის რომ სოციალურად დაუცველია. რავი, შუახევი აიღეთ, წალენჯიხა აიღეთ, სადაც გინდა აიღეთ. მართალია წალენჯიხაში 70%-ია, მაგრამ ხომ მოვიგეთ წინაზე არა? წააგეს ქართულმა ცნობა უფრო სწორად. შესაბამისად, უფრო და ქალაქებმა აჩვენეს რუსთავმა რომ ძალიან ბრძოლის უნარიანია, თეოლავმა, ქუთაისმა, ბათუმმა, ზუგდიდმა და მოდი მე მიმაჩნდა რომ უფრო ლოგიკური იქნებოდა რომ 6 დიდ ქალაქში, მაგრამ კი ბატონო, ახან ეს კატეგორიული ბოიკოტის პოზიცია იყო, მოდი რა მარტო თბილისში ვიომოთ. სადაც მე
ერთი სამზე არის შეფარდება. ანუ მეორე დახურული შეხვედრაც გაიმართა. კი, მაგრამ იქ იყო რომ არანაირი კომპრომისი არ გვაინტერესებს ამ ბოიკოტი ან არაფერი და ახლა დავიშალეთ ის. ვინ იყო განსაკუთრებით კატეგორიული შეუვალი? იყო ვიღაც, ვინც ყოყმანობდა და რაღაცა დამატებითი არგუმენტაცია ჭირდებოდა თქვენგან. იყვნენ ხალხი, ვინც ყოყმანობდა. რატომ არ გინდათ ამის ეს ხომ ყველა რაც არის ის არის და ეხა აი დეტალები. მოსახლეობას ეხება, ვინ ჩაშალა? ვინ ჩაშალა, ასე ვთქვათ, შესაძლო ერთობა ოპოზიციისა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მინდა ხელი ვინმესკენ გავიშვირო, მაგრამ მე გეუბნებით ფაქტს რაც იყო. ამას მოყვა შემდეგ შიმშილობა რო გინდა თუ არა ამ ბოიკოტი ან არაფერი და უარი თქვით არჩევნებს და ეს რაღაცები ჩემს სამგებარია. არა, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, ხო არიან პარტიები, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში. კომპრომისი არის, აი გულზე ხელი დაიდედა. კომპრომისული წინადადება არის, ხო, რომ 63 მუნიციპალიტეტიდან 62-ში ბოიკოტი და თბილისში ბრძოლა. ხო, მაგრამ თვითონ ბოიკოტის მე რომ შევხედო მათი პოზიციიდან, ნახე, ეს შეკითხვა გამიჩნდა კიდეც, რომ თვითონ ბოიკოტის არს უკარგავდა მნიშვნელობას, იმიტომ რომ ან ბოიკოტისტები ამბობენ, რომ თქვენ ლეგიტიმაციას აძლევთ და როგორც ხშირად იყენებენ ხოლმე, ეგრეთ წოდებული ან უправებთ რა ბრჭყალებში რომ ჩავსვათ ეს სიტყვა, უправებთ არჩევნებს ქართულ ოცნებას. მარტო მაინც არჩებოდა ქართული ოცნება საკუთარ თავთან ამ არჩევნებში. აი გარმესმის ყველაზე მეტად. არჩევნებს უправებს რას ნიშნავს ან ლეგიტიმაციას ვაძლევთ რას ნიშნავს. ლეგიტიმაციის მიცემა როგორ ხდება? საპარლამენტო არჩევნებით, ეროვნული არჩევნებით, როგორ შეიძლება ლაგოდეხის საკრებულომ გაუправოს ქართულ ოცნებას რამე? ან მარნეულის, ან გარდამნის, არავის ყიზილაჯლოში რომ მაჟორიტარს აირჩევენ მარნეულის რაიონის, ის როგორ გაუправებს ქართულ ოცნებას საერთაშორისო ასპარეზზე რამეს. ქართულ ოცნებას ხელს არ ართმევენ საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ მან ეროვნული მასშტაბის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. ამიტომ რომ არც ევროპელები, არც ამერიკელები ეხ გაეროში, ეგ კი არა, კაცი ჭამია კანიბალებს ეძახიან, იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად სხვა ფორმატი არის, ხო? ხო და შესაბამისად იმას ხელს მეო ტრამპ შევხვდიო და ძალიან ბევრი ვილაპარაკეთო ის რო იძახის ჯულს. ზარსელოდება სხვათა შორის მიხეილ ყაველაშვილი დონალდ ტრამპისგან. კი, ელოდოს. ხო, მოკლედ, არანაირ ლეგიტიმაციასთან კავშირში არ არის. ამ არგუმენტს ვერ ვიღებ. მე ერთ-ერთი სულს ვავკითხვას, მეტი არგუმენტი არ ქონდათ აი ამ დახურულ შეხვედრას. ეს მაინც გითხარით, არ ასახელებთ ვინ იყო კატეგორიული წინააღმდეგი. ის მაინც გითხარით, μέτი არგუმენტი არ ქონდათ? იყო რაღაც არგუმენტები, რომლებიც შევწიყო. მე მთავარ კითხვას ვავდი, რომ ეს კომპრომისი არის თუ არა კომპრომისი, თქვენს რომ ეს არ არის კომპრომისი და მეორე ვამბობდი, რომ უბრალოდ მე მართლა მაინტერესებს ბოიკოტით როგორ ვამარცხებ ხელისუფლებას. პასუხი რა იყო? იმიტომ რომ ჩამოშლის პირას არიან და ჩამოიშლებიან და მე ამის არ მჯერა. მხოლოდ პასუხი მათგან. იყო კიდე ერთი რომელიც კიდე ამაზე უფრო ნაკლებად ის იყო რა ქვია დამაჯერებელი ჩემთვის. მე მამოძრავებს ერთი რამე. მე თემდე იმეორებენ ამას და ნახეთ როგორ მოცემ აი მე არ მესმის რატომ არიდებთ თავს ისეთ საკითხებზე ღიად საუბარს, რაც ყველა თვითონ ჩვენ მოქალაქეს ეხება. ეს ხომ არ არის რაღაცა პირადი, კერძო საუბრის თემა. თქვენ საუბრობთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. სადაც თქვენ გაქვთ მოცემულობა, რომ მონაწილეობთ არჩევნებში და მიგაჩნიათ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა გარკვეულწილად არის ქართული ოცნების ცვლილებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი, მეორე მხარე არიან ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ერთ დღეში მოვახდენთ რევოლუციას და სანამ თქვენ საარჩევნო პროცესს დაამთავრებთ 4-ში, მათ უკვე გადაყენებული ეყოლებათ ქართული ოცნება. ეს ეხება თვითონ ჩვენს მოქალაქეს და საერთო ჯამში ჩვენს ქვეყანას. ამიტომ გეკითხებით, ანუ რა გეგმას გთავაზობდნენ? გთავაზობდნენ მშვიდობიანი რევოლუციის გეგმას? გთავაზობდნენ დროშების რევოლუციის გეგმას? გთავაზობდნენ ეროვნული კრების მოწყობას, ან ტექნიკური მთავრობა უნდა აირჩიონ? ეს იყო თქვენთვის მიუღებელი. გითხარით რა, იმიტომ რომ თქვენს ინტერესშია ხალხი ან იქმივა ალეკო, ან თქვენთან მოვა. ორად ეს ხალხი უბრალოდ ვერ გაიხლიჩება. ბოდიში ემოციისთვის, მაგრამ ზოგადად ასე რატომ ეჩხუბები და მეჩხუბები ის იმათები ხარ. იცი რა, ჩვენ მონაწილეობთ არჩევნებში. ეს ემოცია არის ბუნებრივი, არავინ არ ვიცით რა მოხდება 4-ში. არაფერს არ მალავთ. მე არ მჯერა, რომ სანამ ჩვენ არჩევნებს მორჩევით 4-ში, რომ საღამოს 8 საათისთვის ხელისუფლება შეიცვლება. რა ვქნა, არ მჯერა და არ მიმაჩნია პასუხისგებლიან მოქმედებად ის, რომ ასეთი მოლოდინი შექმნა, იმიტომ რომ ასეთ მოლოდინს როცა ქმნი, რაღაცა და ისე წარმოაჩენ, რომ თითქოს შე რაღაცა ჯადოსნური ჯოხი გაქვს, რომ არიქა ეხლა გახვალ რუსთაველზე და ამ ჯოხს მოიქნევ და ჰოპ, კაკრება ყობახიძეს, დინარაძეც და რავი, დანარჩენი ჭუჭყი ვინც არის ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი რაღაცა
ბედაურს მოახტება უკუღმა და უკუღმა დაჭედილი ცხენით გააჭენდება რუსეთში, მე ამის არ მჯერა. არც იმის გჯერათ, რომ იმდენად არის დასუსტებული მთავრობა, რომ ჩამოიშლება. იცი რა, არ მჯერა ხო რა, იმდენად არის დასუსტებული, რომ ხალხს რუსთაველზე დაინახავს, არიქა და გაიქცევიან. არ მჯერა მე ამის რა. მაშინ რისი მოლოდინი გაქვთ? რა გინდათ? რას მიდიხართ დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე? ბრძოლის გზად ხედავ ამას. გრძელვადი ამ ბრძოლაში მონაწილეობს. შეიძლება ცოტა ბევრს ურჩევნია მოისმინოს ჩემგან, რომ არიქა ეხა 4-ში გავიდეთ და 8-ის ნახევარზე ესენი აღარ იქნებიან. ამას არ ვიტყვი. ჯერთ იმ აქციის ორგანიზატორები არა ვართ და ამას არ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მჯერა ამის. აი როგორ მე თვითონ არ ვიცი, რომ გავალ და რა, რომ დამინახავენ, დავდივარ ისაც ამ რუსთაველზე, მაგრამ არ გარბიან ჯერ, ხო, რაღაცა სხვაგვარად აღარ. ბევრი ვიქნებით იქ. ბევრი ვიყავით რიყეზე. ბევრი ვიყავით რიყეზე. რა მარტო ბევრი ხალხის დანახვაზე საკუთარ პოზიციას იცვლის ნამუსიანი მთავრობა, რომელიც ყურს უგდებს საკუთარ მოსახლეობას. და ამათ ეთყობათ რამე, რომ ყურს უგდებენ? აი ვინმე რამეში ეთყობათ, რომ ვინმეს ანგარიშს უწევენ, ყურს უგდებენ? არა, დგანან პოლიციის და ჯარის უკან და იმედებათ ეს და მეტი არაფერი და რაღაცა არიგებენ აქეთი კითხულებს. არ მჯერა მოკლედ მაგას ბევრი ლაპარაკი არ მინდა. ვისაც ამ ამბის ჯერა რომ არიქა და 4-ში გავა და უცბად ცა გაიხსნება და იქიდან რაღაცა შუბოსანი ჩამოხტება და გაყრის ამათ, მე მაგას არ მჯერა. ამ მოლოდინის შექმნის რასაც არ უყურებ როგორც პასუხისგებლიან ქმედებას. ღმერთმა ქნათ, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ისეთი საიდუმლო ჯადოსნური რაღაცა აქვს სადღაც შენახული, მესიის მახვილი. რა არის მათი? არა, არ ვიცი, არც მეკითხავს ბევრი, იმიტომ რომ არ იყო ჩემთვის სერიოზული ის ამბავი. ჩემს არის სერიოზული არჩევნებში მონაწილეობა, რატო? იმიტომ რომ მთელი ეს დრო ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის და ვიყენებთ იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ ხალხის პრობლემებს და შეხედეთ, ვის უქმნიან პრობლემებს. გუშინ დაწყებული არ ქონდა და წარმოიდგინეთ ნაძალადავის მეტროსთან ქონდა ღონისძიება, სადაც წარუადგინეთ 4 მაჟორიტარი. ჩვენ და გახარიას პოლიტიკურმა გუნდმა დაწყებული არ ქონდა და ღობი არის ზუსტად 113 სკოლა იყო ნახალოვკაში. 5 სკოლა დაანგრიეს ნახალოვკაში და არც ერთი არ აშენებულა. ფული შეჭამეს, სკოლები არ არის და ბავშვები არიან სადღაც გადანაწილებული. ესე დადიან, ესე აღმადაღმა. და იმ სკოლის ღობის იქით, წესით რომ სკოლა აშენებული უნდა იყოს, ყველანაირი ვადა დაარღვიეს, ყველაფერი, აი არაფერი. იქიდან გვესროლეს კვერცხები. რატო მანამდე გადაიბირეს მარნეულს ჩვენი ხალხი? შეაშინეს ქურდები დააყენეს ზესტაფონში ჩვენ ერთ-ერთ კანდიდატს და ცუდად გახდა ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, მართლა თქვა რომ მოხსნი კანდიდატურას. ნუ ტექნიკურად ვერ მოხსნით, მაგრამ ყო თქვა. ბოლნიში აგერ მიაკაჩავეს ის კაცი კი იძახის რომ არაო, მაგრამ 2 დღით ადრე დაგვირეკა და გითხრა რომ ფულს თავაზობსო ჩემი ნაცავიო პოლიციელი გამოვიდეს ხოთიშორის კონტაქტზე ბადრი ჯაფარიძე ამბობდა 3 დღეა ვეძებ და ვერ პოულობთ. ხო, არ გამოდის კონტაქტზე, ის მარტო იმედს და რუსთავიორს ეწერება, იმათთან გადის მარტო კონტაქტზე ჩვენთან. რა უნდა გითხრას ახლა რა პირი აქვს? ახალგაზრდა კაც გადაუარის ფაქტია. რაიმე ბერკეტი, რომ აი მაგალითად მოხდა იდენტიფიცირება ამ ადამიანების, ვინც კვერცხები დაგიშინათ და ხოთიშორის ის კვერცხები იქ მყოფ ქალებს და ბავშვებს და ქალებს ამაზე უნდა მელაპარაკა, რომ გავშვით, წარმოიდგინეთ რა უმსგავსოები არიან. რა უმსგავსოები არიან, რომ ან სად გაიზარდეთ, კაცები იყვნენ, დაახლოებით 10-მდე ტიპი იყვნენ, რომ დაინახეს რა. მე პოლიცია გამოვიძახით, მაგრამ კახა კალაძის შტაბის წევრები არიან. და პოლიცია რომ გამოიძახეთ? პოლიცია რომ გამოიძახეთ, მოვიდა 2 საათის მერე. ღონისძიება დამთავრდა. ყველამ ეს რაღაცა მიტიტყნული კვერცხები მოიშორა, დავშალეთ ის რაღაცა განათებები, ეკრანი, დავშალეთ, წავედით, წამოვიდა 2 საათში. მოვიდა პოლიცია. გეგონება იქიდან მოდიოდნენ. მოქმედებება მაინც თუ ჩაატარეს. რა უნდა 2 საათის მერე უნდა ჩაატარო, იქვე შეგვეძლო ისინი დაგვეჭირა და გადაგვეცა მაგათვის, მაგრამ აქეთ ჩარს მოგდებდნენ ხო და ისინი გაიქცნენ კი. აი ესე და რატო მეტეს ამ ვითარებაში აი როგორ აპირებთ პრობლემას ხედავენ ჩვენში. ებრძოლოთ, შეეწინააღმდეგოთ. როგორ შეგვიძლია? აი გუშინ როგორ წინააღმდეგობას გავუწიეთ, ეგრე ვაპირებთ. რავი, შიშველი ხელებით ვართ. ხა პოლიცია ჩვენსკენ არ არის, არაფერი ჩვენსკენ არ არის, პირიქით სუსი დგას და ჩვენ კანდიდატებს აკაჩავებს და იბირებს. ხო და ეგეთი ამბავი არის. და ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყოს სწორი. ჩვენ ვამბობთ, ჩვენ ზედმეტ მოლოდინებს არ ვქნით. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამათ დასასუსტებლად. და არა ვართ მიამიტები, რომ არიქა და ეხა მაინც და მაინც 4-ში საღამოს გავაქცევთ, მაგრამ ძალიან დავასუსტებთ. და განსაკუთრებით სერიოზული ბრძოლა შეგვიძლია გავმართოთ თბილისში და გამართული გვაქვს. შეხედეთ კალაძე რეებს ლაპარაკობს. თქვენ ხომ ამბობდით, რომ გამარჯვების გასაღები იყო, თუ კი ოპოზიცია ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანდებოდა. მაინც არ გამოდის. ჩვენ მოვახერხეთ. საქმე არ მისულა? არა, არ მისულა. ჩვენ მოვახერხეთ. მე ხომ ალეკო პირდაპირ ეთერში რომ აი რომ ვეუბნებოდით, რომ ერთი კანდიდატი მაინც დაასახელეთ ოპოზიციამ, რომლის გარშემო შესაძლებელი იქნება გაერთიანება, ერთ კანდიდატსაც ვერ ასახელებდნენო. ეგეთ კანდიდატად ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მოვიაზრებთ და ხმამაღლა მithქვავს ეთერში და ეგ არ არის ეხა ტყუილი და არ მინდა ეხა მაგ ეგენი ვაკრიტიკო.
მაგრამ სალომე ზურაბიშვილი თვითონ გაუგებარ პროცესს უწოდებს ამ არჩევნებს და იმ თავითვე ალბათ ყველას თავის აზრი აქვს. ჩვენ სამარგიეროდ მოვახერხეთ და აგერ დღეს ფოტოს გავვრცელდა, რომ ჩვენ მოვახერხეთ უპრეცედენტო რამ, რომ გახარიას პარტიამ, პოლიტიკურმა პარტიამ გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერმა საქართველომ შევძელით მემორანდუმის გაფორმება, მემორანდუმი ბევრი გვინახავს გაფორმებული და ზედმიწევნით ვიცავთ ამ საარჩევნო საერთო მერობის კანდიდატი გვყავს, ვიცემერობის კანდიდატები გვყავს, საერთო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გვყავს, არც ერთ სამაჟორიტაროში მთელი საქართველოს მასშტაბით ერთმანეთს არ დაუყენეთ კანდიდატები. ეს არის უპრეცედენტო ამბავი საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში. რასაც ჩვენ და გახარიას პარტია ვახერხეთ. არა, რას დაუყენეთ, ამბობდა რომ ძალიან ბევრგან მოქმედი ქართული ოცნების მხარდამჭერები თუ წევრები ყავთ კანდიდატებათო. ხო, ახლა ეს რაღაც ღაპრები არ გვინდა რა, მხარდამჭერები და წევრები არა, ისა გვყავს კალაძე გვყავს იმათ კანდიდატად კულაში, კაი, ეს ლაპარაკობენ. არა, არ მინდა ეგეთ არასერიოზულ რაღაცებზე კომენტარები. არა, არასერიოზული, მაგრამ პრეცედენტო რამ შევძელით, ერთობა შევძელით და ჩვენ დანარჩენებისგან განსხვავებით გამოვიყენეთ ეს დრო და ვიყენებთ იმაზე, რომ ხალხის რეალურ პრობლემაზე ვილაპარაკო და ხალხს ძალიან კონკრეტულ, ძალიან ადეკვატურ რაღაცებს პირდებით. რაც ხალხს აწუხებს. უფასო მედიკამენტები იქნება თბილისში პენსიონერებისთვის. ამის სიტყვას ვიძლევით. გინახავთ ალბათ, ხელ აკანკალებული, აფთიაქ ნებისმიერი რო შედის, რომ ნახევარი ტაბლეტი მომეცი შვილოწნევის წამალი, მეოთხედი მომეცი ამდენზე არ რჩება. ქართული დასუსტებით თქვენ ამ ადამიანებს, ვისაც გასცემთ ახლა წინასაარჩევნო დაპირებებს, როგორ შეუსრულებთ? ანუ მხოლოდ ქართული ოცნების დასუსტება არის საკმარისი იმისათვის, რომ თბილისში გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი გქონდეთ. დავასუსტებთ, როცა ამბობთ, რისი მოლოდინი გაქვთ? ვიბრძვით იმისთვის, რომ ქართული ოცნება საერთო ჯამში დავამარცხოთ და ამ არჩევნებში ალაგ-ალაგ ამ არჩევნების უნიკალურობა რა არის და რატო უშვებს შანსს აგულ და საწყვეტია დანარჩენი ოპოზიცია, რომ ეს ხო ერთი დიდი და საერთო არჩევნები არ არის საპარლამენტო არჩევნებივით, რომ ერთი შედეგი ითვლება. აქ არის 63 ცალკე აღებული არჩევნები. ყველა მუნიციპალიტეტი ირჩევს თავის არჩევანს აკეთებს. საერთო არჩევანს კი არ აკეთებს. შესაბამისად, ჩვენ ამ ვითარებას ვიყენებთ, რომ ხალხის რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ. ვამბობთ, რომ თბილისში აღარ იქნება ავარიული სახლები. ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ, ზუსტად ვიცით, რა თანხით უნდა გავაკეთოთ. ესენი აპირებენ ააშენონ ნორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი, ჩვენ ვამბობთ, რომ თბილისში არანაირი სამთავრობო ქალაქი არ გჭირდება ავარიული სახლების პრობლემის მოგვარება. აი იმ ორ, ასე ვთქვათ, დახურულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციამ კიდევ ერთხელ სცადეთ მიგეღწიათ კომპრომისისთვის. ვერ შედგა ეს კომპრომისი. იმაზე მაინც რატომ ვერ შეთანხმდით, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ შეგეშალათ და ეხლა რაც გვესმის თქვენი მისამართით, რომ თქვენ ხართ მოღალატეები, რადგან ქართულ ოცნებასთან ამ საარჩევნო პროცესში შედიხართ და ამ მომრჩეველმა ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს ამ არჩევნებს, მათ შორის თქვენც და არ უნდა მოვიდეს საარჩევნო უბანთან, აი ამ ხელის შეშლის აღკვეთისთვის მაინც მიგეღწიათ. ამაზე მაინც რატომ ვერ შეთანხმდით? და ამას რატომ ვერ მიაღწიეთ? ნამდვილად მე არა ვარ. ნამდვილად არ ვარ. თქვენ როგორ ფიქრობთ, არა? მე მესმის ახლა მათ ექნებათ ალბათ თავისი პოზიცია, მაგრამ ადრესატი არ ხართ, მაგრამ აქტორი ხართ მათ შორის იმ ორი შეხვედრის მონაწილე ხართ. აი რო ფიქრობთ, ხო არის თქვენთვის ხელი შემშლელი, როცა ხალხს მოუწოდებენ, რომ არ მიხვიდეთ ხალხურ არჩევნებზე. არის ალბათ. უბრალოდ ვის საქმეს აკეთებენ, ამით მაგას ვერ ხვდები და ვის ემსახურებიან და ვის ასეირებენ. ეგ არის უბრალოდ პრობლემა. რო ფიქრობთ, აი რა დასკვნამდე მიდიხართ, რატომ ვერ მოხერხდა ამის გარშემო მაინც შეთანხმება და გთხოვთ ალეკოს წყალი შემოაწოდეთ. არა. მე მათზე არ ვფიქრობ ნამდვილად, ღმერთმა აპატიოდ, რასაც ჩადიან ისინი, იმიტომ რომ ძალიან ცუდ საქმეს ჩადიან. ქართული ოცნების წისქვილზე ასხავენ წყალს, რითი, ჩვენი გაუთავებელი ლანძღვით. უბრალოდ მთელი ამ ხნის განმავლობაში სხვა დღის წესრიგი არ ქონიათ ჩვენი ლანძღვის გარდა. კარგად მიცნობ ემა, ძალიან გატაცებული ვიყავი ყოველთვის იმით, რომ შეურაცხყოფაზე 10 მაგი შეურაცხყოფა დამებრუნებინა. ნუ აუქნა ასე ვარ მოწყობილი, მაგრამ მე ჩემთავს უთხარი, რომ იცი რა, მე თუ რაღაცაზე პრეტენზია მაქვს და თუ მაქვს პრეტენზია, რომ რაღაცა პოლიტიკოსი ვარ, თუ მაქვს პრეტენზია, რომ რაღაცა ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკო და სადომათი მოგვარება, მაშინ იცი რა, ეს რაღაცა მარტო მუშტებზე ყურება და სიტყვის არ შერჩენა ვინმესთვის, მეთქი ეს არ არის პოლიტიკოსობა, მაშინ ახლა დავდგები ქუჩაში და ვიქნები ქუჩის ბიჭი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვითმენთ, ასე არ მithმენია არავისთვის არაფერი. ვითმენთ ამ აღვირახსნილ მიაღვარ შეურაცხყოფის. შეხედეთ იმის მაგივრად, რომ რავი, თვითონაც ელაპარაკონ ხალხს, რაცაც უხებთ, რაცაც ფიქრობენ, გეგმებზე ელაპარაკონ. ამის ნათლად განან და ყოველ დღე პრესკონფერენციებს იწვევენ, რომ გაგვლანძღონ ჩვენ.
დაინახავენ, აგერ შეხვდნენ გახარია და ხაზარაძე, ოი მოიწვევენ. ხო და რა გარანტია გაქვთ? თქვენ აქციაზე მიდიხართ სადმე 4-ში საღამოს არჩევნების შემდეგ თქვენ თავად აწყობთ აქციას? ჩვენ არ ვაწყობთ, ჩვენ არ ვართ იმ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ არ გამორიცხავ იმ აქციაზე მივიდე კი ბატონო. და ალბათ არც ის უნდა გამორიცხოთ, რომ იქ დაგხვდებათ გარკვეული წინააღმდეგობა სწორედ მათი პოზიციის გამო. რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენ მიგიღებენ თქვენი პოზიციით იმ აქციაზე? ცირა მე რა საშვები და ის რა საშვებს არ იგებენ თუ რა შვებიან ახლა სადაც გადავწყვეტ რომ მივიდე მივალ და ეხლა არანაირი წინააღმდეგობის არ მეშინია და არ შემშინებია ცხოვრებაში. უბრალოდ საერთო საქმეს აზიანებენ, მაგრამ რა ვქნათ, მათ შევეშვით, ვისთანაც შეიძლებოდა შეთანხმება, ვისთანაც შეიძლება ხელის ჩამორთმევა და გულისხმობ გახარიას შევთანხმდით და ხელი ჩამორთმით. გვინდოდა უფრო დიდი ერთობა ყოფილიყო, არ გამოვიდა ხო ცადე მე ვარ პირნათელი საკუთარ თავთან და ჩემს სამშობლოსთან რომ ცადე ყველაფერი რომ ეს ერთობა ყოფილიყო. არ გამოვიდა კომპრომისებითაც მივედით ყველაფერით. არ გამოვიდა რა გავაკეთოთ. სამაგიეროდ ჩვენ აგერ ნახეთ როგორ რეჟიმზე ყავს გადმოყვანილი. ჯერ ერთი ხედავენ ჩვენში პრობლემას და რატო გვესხმიან თავს. თუ პრობლემას არ ხედავ თავს რატო გვესხმიდა. რა ვიცი ერთი 500 კვერცხი დაგვაცალეს გუშინ წასულიყვნენ ნახალოკაში გაჭირვებული ხალხისთვის მიეტანათ ის კვერცხები ბავშვებისთვის თავში ჩარტკმის ნაცვლად და ქალებისთვის ჯობდა რა თქმა უნდა. ბოლო შეკითხვა თქვენი განცხადება რომელიც რამდენიმე დღეა სამთავრობო მედიის განხილვის საგანია და ქართულმა ოცნებამ აღიქვა ეს როგორც არ ვიცი არჩევნების შემდეგ ქალაქის პარალიზების მცდელობა. თუ კუპრაძე გახდება მერი, ამათ ხომ გაედოთ ბაირამ დუდუქში. მეორე დღეს კუპრაძე იტყვის, აბა მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა და წარმოიდგინე მუნიციპალური სამსახურები, რომ იფიცებიან. ანუ შეგიძლიათ აი განმარტოთ, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ შესაძლებელია დადგეს მოცემულობა, რომლის მიხედვითაც პროცესები ასე წარიმართება? ანუ კუპრაძე ხდება მერი. გაფიცვაში რა არის რაღაცა რომ გადაფიჩინდნენ თვითონ არიან ხალხი, რომლებმაც თავები დაუხეთქეს ხალხს. ანუ ქალაქის პარალიზება უნდა თუ იმიტომ რომ ქალაქში ხო ძალიან ბევრი მუნიციპალური სამსახური მუშაობს. გაფიცვა არის კონსტიტუციური უფლება ნებისმიერი ადამიანი. შეხედეთ ევროპაში თვეში ერთხელ სადღაც რაღაცა იფიცება. ხო და გაფიცვა რა არის ამაში რაღაცა წარმოუდგენ კონსტიტუციური უფლებაა ჩვენი რომ გავიფიცოთ. თუ გადავწყვეტ რომ გავიფიცოთ ახლა. და რისთვის ამიხსენით ანუ კუპრაძე თუ გახდება მერი რატო უნდა გაიფიცოს მაგალითად დასუფთავების კუპრაძე რომ გახდება მერი რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გამოვიყენებთ იმისთვის რომ ქართული ოცნება საბოლოოდ დავანგრიოთ და დავამარცხოთ. რა თქმა ამაში რა არის წარმოუდგენელი ამბავი. ჩვენი მთავარი მიზანი სინამდვილეში არის ქვეყნის გამოხსნა აი ამ მოღალატეებისგან. და თბილისის მერის თანამდებობას, თბილისის საკრებულოში უმრავლესობას, რა თქმა უნდა გამოვიყენებთ უფრო ეფექტური ბრძოლის. ორი რამისთვის. პირველ რიგში იმ დაპირებების შესასრულებლად, რასაც ხალხს პირდებით, ავარიული სახლების გამაგრება, რომ არც ერთი ავარიული სახლი არ იყოს 4 წლის განმავლობაში და ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, აგერ მდინარეზე ტრანსპორტის აღგენაზე ვლაპარაკობ და ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ქართული ოცნების მედიკამენტები გამოიყენებთ ოპოზიციონერ მერს. თბილისის მერი რო კუპრაძე გახდება და ოპოზიციონერი რო გახდება მორალურად ჯერ როგორ დაიფშნებიან ქართულ ოცნებაში წარმოიდგინეთ. და მე მინდა ყველას ვკითხო, ვინც ჩვენდამე არის კრიტიკულად გაწყობილი, რომ რა ჯობია რომ ისევ კალაძის სიფათს უყურებდეთ 4 წელი, თუ ირაკლი კუპრაძე იყოს თბილისის მერი. აი რომელი გვერდჩევნია, ძალიან მარტივი არჩევანია, ხო? ან ვეგუებით იმას, რაც არის შეჩვეულ ჭირს, ან ვირჩევთ ახალგაზრდა წესიერ ენერგიულ კაცს, რომელიც რა თქმა უნდა თავის პოზიციას გამოიყენებს იმისთვის, რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ. დამარცხება დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება და გაფიცვების ორგანიზება მორალურად დაიფშნებიან, როგორც კი თბილისს წააგებენ. მორალურად დაიფშნებიან. მადლობა ლეკო ელისაშვილი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ვიცემერობის კანდიდატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვიდრე კიდევ ერთი სტუმარი შემოგვიერთდება სტუდიაში. უნდა გავიხსენოთ, როგორ ვითარდება მოვლენები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. ფაქტია, რომ დაძაბულობა მატულობს, ოღონდ ორივე ფლანგზე შეიძლება ასე ითქვას, ანუ საარჩევნო ფლანგზეც და არასაარჩევნო ფლანგზეც კეთდება განცხადებები, რომლის თანახმადაც ძალიან ბევრ ადამიანს ელოდებიან აქციაზე და სწორედ ეს გახდება მთავარი, ასე ვთქვათ, მაპროვოცირებელი იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყოს კომპრომისული ნაბიჯების გადადგმა. პარტია ხალხისთვის თავმჯდომარე ანა დოლიძე შემოგვიერთდა. ანა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენი დამოკიდებულება არჩევნების მიმართ, პროტესტის მიმართ ჩვენ ვიცით, თუმცა თქვენ თქვით, რომ რაღაცა პარტიულ სპექტაკლებში მონაწილეობას არ აპირებთ, მაგრამ აუცილებლად აპირებთ მიხვიდეთ და აქციას შეუერთდეთ. პირველ რიგში სოლიდარობა
მდგომარეობა გამოუცხადოთ პატიმრების მშობლებს, ანუ და თქვენი მიზანი ამ აქციაზე მისვლის არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ დაინახოს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი არის მათი და მათი პოლიტიკის წინააღმდეგ. აი, როგორ ფიქრობთ, ბევრი ხალხის დანახვა აქციაზე გახდება თუ არა გარკვეული გარდამტეხი მოვლენა იმისა, რომ ქართული ოცნება დაფიქრდეს იმაზე, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში არ დაფიქრებულა არასოდეს. მოგესალმებით, ემა. აუცილებლად გავცემ პასუხს თქვენ კითხვას, მაგრამ მანამდე დავიწყებ იმ საქმით, რომელიც დღეს გავაკეთე და არ ეხება 4 ოქტომბერს, რაც მე ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს არის მიმართვა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ საემიგრაციო საკითხებზე. მე ვფიქრობ, უსერიოზულესი საკითხი, რომელიც ხალხს ადარდებს და რომელიც გვავიწყდება, იქიდან გამომდინარე, რომ აი სულ ამაზე ვლაპარაკობთ, 2 თვეა ვლაპარაკობთ 4 ოქტომბერს რა მოხდება და ამასობაში 2 თვე გავიდა. არის ემიგრაციის საკითხი. ბევრად მეტი უკვე წუხილი მესმის საქართველოს მოქალაქეების, მე ხალხი მწერს, რომ უცხოელი მოქალაქეები გვართმევენ ჩვენ სამსახურებს. პირდაპირ ძალიან ბევრი ჯგუფი არის სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან უარს და უცხოეთის მოქალაქეებს შეიძლება ბინადრობაც არა აქვს ამ ხალხს აძლევენ სამსახურებს. მე ვიწყებ ამაზე კამპანიას, ეს არის შევაჩეროთ უკანონო მიგრაცია და უკონტროლო მიგრაცია, არა ზოგადი მიგრაცია, არამედ უკონტროლო მიგრაცია, იმიტომ რომ ამ საფრთხეებს უნდა უპასუხოთ და დღეს მოვითხოვე ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან. თუმცა მე როგორც მახსოვს, ამასთან დაკავშირებით ცვლილება კანონში შევიდა, ანუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს საქართველოში დაიწყოს სამსახური, მას მოუწევს ამის დასაბუთება. აი მაგალითად იუსტიციის სამინისტროში უნდა წარადგინოს მისმა დამსაქმებელმა არგუმენტი, რომლითაც დაუშვათ ადგილობრივად იგივე კადრს ვერ შეულობს, ამიტომ უწევს მას უცხო ქვეყნის მოქალაქის დაქირავება კონკრეტულ სამსახურში. ჯერ კანონი არ არის ძალაში შესული, იმიტომ რამდენადაც მე ვიცი, კანონ ქვემდებარე აქტების შემუშავება მიმდინარეობს და ეს ფიქრობთ არ არის საკმარისი, თქვენ რაიმე სხვა ხედვა გაქვთ ამასთან დაკავშირებით? საქმე იმაშია, დიახ, მადლობთ ამ განმარტებისთვის. საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ კანონის მიღების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრის მოადგილე თავად აკეთებს განცხადებას, საჯარო განცხადებას, რომ 25,000 არალეგალური მიგრანტი არის საქართველოში. ეს არის ხალხო, რომ წარმოვიდგინოთ სტატისტიკა როგორ იწარმოება. ეს არის ის, რაც ვიცით, რასაც ვხედავთ და რასაც სახელმწიფო თავადვე თავისი პირიდან აღიარებს, იმიტომ რომ ხალხი უკვე გაგიჟებულია, უბრალოდ შეშფოთებულია. სინამდვილეში, როდესაც შენ ამბობ, რომ ეს არის ოფიციალურად არალეგალური მიგრანტების ციფრი, სინამდვილეში ესე იგი არაოფიციალური, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ბევრად დიდია. დღეს მე მიმართე სწორედ იმისთვის, რომ გავიგო, რამდენად დაიწყო აი ამ რაღაცების დანერგვა, რამდენად რა სტატისტიკა აქვს თავად სახელმწიფოს შრომით ნებართვებთან დაკავშირებით. ანუ ვინ სწოდავს, რა ეტაპზე ხდება, რომ ადამიანი, რომელსაც უნდა მუშაობა, საქართველოს მოქალაქე, ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე არის უმუშევარი. ამის პარალელურად, ეხლა ჩვენ ხო ვიცით ტენდენცია რა შემდგომარეობს, რომ საქართველოს მოქალაქე, რასაც იღებს იმ ხელფას, იმის 1/13-ზე შეიძლება დათანხმდეს ადამიანი, რომელიც საქართველოში მოხვდა და რომელსაც აქ ცხოვრება ურჩევნია, ვიდრე თავის ქვეყანაში, რომელიც შეიძლება განადგურებულია, დანგრეულია და საქართველო თუ არის საშუალოდ განვითარებული ქვეყანა, არსებობს უკიდურესად განვითარებელი ქვეყნები. ჩვენი ამოცანა რა არის? ეს ჩაჯდეს კონტროლის ქვეშ. მიგრაცია როგორი უნდა იყოს? ჩვენ უნდა განსაზღვროთ, ვინ გვჭირდება, მაგალითად ასტროფიზიკოსი, თქვათ, ხო, თქვათ. გვჭირდება ასტროფიზიკოსები და ვაშენებთ ლაბორატორიას, მეტი არ არის, ჩემი მტერო გაკეთდეს ამ ხელისუფლების პირობებში, მაგრამ თქვათ. და შენ, როგორც ხალხი და სახელმწიფო აკეთებ ამ დაკვეთას. მოკლედ, ეს არის კამპანია, მინდოდა მე თქვა, რომ ეს დავიწყე. რა შედეგს ელოდებით? ან თქვენ ფიქრობთ, რომ აი ასეთი მიმართვებით კონკრეტული სახელმწიფო უწყებების მიმართ, რა ვიცი, აღმოიფხვრება ის პრობლემები, როგორიც არის მათ შორის არალეგალური დასაქმება საქართველოში და უნდა ვთქვათ, რომ ასეთი ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს სამწუხაროდ. იმიტომ რომ ნახეთ, დანარჩენი ოპოზიცია სხვაგვარად ფიქრობს. ერთნი იმისათვის, რომ საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს და პოლიტიკა ხელისუფლებისა იყოს უფრო მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული, მონაწილეობენ ადგილობრივ არჩევნებში. მეორე ნაწილი აგერ
4 ოქტომბერს მშვიდობიანი დროშების რევოლუციით აპირებს ამ ხელისუფლების შეცვლას, დამხობას და შემდეგ უკვე ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც მორგებული იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. თქვენ ამ გზით აპირებთ? აი ეს დახასიათება სწორედ ის არის, რასაც მე ვეძახი ძველ ოპოზიციას. მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს, არის ძველი მოცემულობა და ჩემ ბლოგზეც გამოვაქვეყნა უბრალოდ ბევრგვენდიანი ახსნა ამ გამის განმარტება, რომ არავის არ ეწყინოს, ეს არ გულისხმობს ძველ რამე ადამიანებზე არ არის ეს, რა თქმა უნდა. ძველი ოპოზიცია გულისხმობს იმას, რომ ეს მოცემულობა ორი აქეთ, ორი იქით, ეს ხელჩაკიდებულები დადიან ტვიქსი და აქეთ კიდე 4 ოქტომბრის ისა რა ქვია, არ ვიცი მე, ნუ ხაბეიშვილი და პატა ბურჭულაძე. არ ვიცი მე მითქინდა ის იყოს ტვიქსი. არ ვიცი, ზიტა და გიტა უწოდა კახა კალაძე. ნუ ესე იგი, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ის მოცემულობა, რაც თქვენ დაასახელეთ, ორი აქეთ და ელისაშვილი ვერ მიხდის და გავიბენი მეც და ჩემი მაყურებელიც და იქნებ დაასუსტოთ. ტვიქსში ვის პოლიტიკური ტვიქსი, ვის გულისხმობთ? მიმხვედრი მიხვდება და შეიძლება სხვადასხვანაირად გაიგონ და უფრო კარგად გავერთობით მაშინ. მოცემულობა არის, ეს არის ძველი მოცემულობა. ეს ჩვენ გავაკეთეთ 26 ოქტომბრისთვის. ის იყო შარშან. იმის მერე გავიდა 1 წელი და უმეტესობა აი ამ პარტიებიდან უმეტესობა ერთმანეთს 1 წელიწადის განმავლობაში დროს ატარებს იმაში, რომ ერთმანეთს ებრძვის. მე ზუსტადად საერთოდ არავით არის სურვილი არა მაქვს ამ ძველ მოცემულობაში ჩავრჩე, უკვე გამოვიგლოვე ის პროცესი. გამოვიგლოვე. ჩვენ საპარლამენტო არჩევნების პროცესი გამოვიდა. არა, ის რომ გაიტაცა ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო და გაიფორმა ეს შევეგუე ამას, შევეგუე როგორც რეალობას, ბრძოლა კი არ შემიწყვეტია. მივიღე როგორც რეალობა, ანუ იმაში არა ვარ ჩარჩენილი, რომ იყო აქეთ ორი კოალიცია და ორი კოალიციების ეს ეპოქა ძველი არის. ამიტომ მე ვცდილობ, რომ საქმეები გავაკეთო, გარდა იმისა, რომ ბოლოს 3 თვე საუბრობთ, რომ აი ისინი წუდები არიან 4 ოქტომბერს, რატო საუბრობთ 4 აგვისტოდან, რას ვაკეთებთ 4 ოქტომბერს, ხალხო? საშინე ხომ მიდიხართ ამ აქციას, მაშინ რისთვის მიდიხართ, ანა, მითხარით? არა, მე კი ამას გეტყვით სიამოვნებით. უბრალოდ მე ვამბობ, რომ ამის პარალელურად მაგალითად დღეს რო ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროში, მაქვს კამპანია უვიზო მივიცვა დავიცვათ, ეს არის სერიოზული რაღაცა, რაც ყოველს დაავიწყდა, რომ აი ახლა ჩვენ რომ საუბრობთ, ამის პარალელურად ევროკავშირში იწერება ანგარიშები, უნდა შეგვიჩერონ თუ არა უვიზო მიმოსვლა. მე ვარ ადამიანი და პარტია ხალხისთვის, რომელიც არ მონაწილეობა ამაში, აი ამ კინკლაობაში და საელჩო დავდივარ მათ შორის. ძალიან ორი მნიშვნელოვანი სამიზნე, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომელიც არ აგვაძლევს საშუალებას, რომ პიროვნულად დასანქცირდეს, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ხო იყოს. ეგენი ბლოკავენ ეს ორი სახელმწიფო და მე ვარ დღესდღეობით ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც მათთან მივიდა. მეტიც თუ შევძელი უნგრეთში და სლოვაკეთში ჩავალ, ვცდილობ რომ დიასპორის წარმომადგენლებიც ვიპოვო, იმიტომ რომ იქაური ქართველები უნდა იყვნენ, რომ შეაწუხონ ეს ქვეყნები და უთხრან, რომ ნახეთ, დავასრულებ, რომ ჩვენ გვჭირდება პიროვნულ თუ როცა პინაზე არის პიროვნულად დავასანქციროთ თუ არა თქვათ ივანიშვილის რომელიმე თოჯინა თუ უვიზო გაუჩეროთ ყველა სინამდვილეში ეს უფრო ადვილია ამას 16 ქვეყანა ჭირდება ამას 27 ამიტომ დავარწმუნოთ რომ მეგობრებო სლოვაკეთო უნგრეთო სხვაებიც ყოყმანობენ ხო მიიღეთ ამაში მონაწილეობა და ამით დავიცვათ ჩვენი ხალხი რომელიც არის ევროპაში 4 ოქტომბერს შეგვიძლია დაუბრუნდეთ, მადლობა რომ მოეცეცხლებათ. ხო, ერთი თქვენი ხმა პარტია ხალხისთვის. აი თუნდაც ამ პროცესის შესაჩერებლად ვგულისხმობ საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. არის საკმარისი? ხომ არ არის აქაც მრავალხმიანობა, პოლიტიკური მრავალხმიანობა საჭირო და ჩემთვის ახლა თქვენ რაზეც საუბრობთ, ხო? ამ მომრჩევლისთვის ნახეთ, მე როგორც ამ მომრჩეველმა როგორ ვთარგმნე თქვენი ნათქვამი, რომ თქვენ ხართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა საქართველოში, ვინც ფიქრობთ ქვეყნის მომავალსა და ინტერესებზე და სხვა დანარჩენი საკუთარი პოლიტიკური ცხვირის იქით არ იყურება. ეს მითხარით როგორც ამომრჩეველს? ეხლავე განმარტავ, თქვენ კითხვაზე რას ვფიქრობ მე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მე ვუპასუხე, რომ სანამ 4 ოქტომბრამდე მივალთ, მნიშვნელოვანია, რომ ვინმე პოლიტიკოსებიდან
დაკავებული იყოს იმ თემებით, რომელიც ასევე არანაკლებ აწუხებს და რომელიც, გეტყვით ქალბატონო ემა, 4 ოქტომბრის მერე შეაწუხებს. 5-6 ოქტომბერს უვიზო საკითხი და იქნება ნოემბერში და ოქტომბერში და ასევე ემიგრაციის საკითხიც იქნება. ხო, ჩვენ საზღვრებზე დგას ხალხი აგერ და აკაკუნებს. და შესაბამისად მე ვარ პირი, რომელიც ამით ვარ დაკავებული და ვცდილობ, რომ მუდმივად არ ვიყო შეპყრობილი აი ამ ძველი ოპოზიციის დაპირისპირებით. სხვა რას აკეთებს მისმა ამომრჩეველმა მოусმინოს და გადაწყობს. ხო, მაგრამ ეს დაპირისპირების მიზეზიც ხო ის არის, რომ მათაც საბოლოო ჯამში ამ ხელისუფლების შეცვლა უნდათ, იმიტომ რომ შეიცვალოს როგორც შიდა, ისე საგარეო მიმართულებით პოლიტიკა. ანუ თქვენ უბრალოდ ამ მიზნამდე მისასვლელი სხვადასხვა გზა აირჩიეთ, თორე საბოლოო ჯამში მიზანი ხო ერთი გაქვთ. მე ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზანი და ეს მიზანი ჩვენ ვიცით, ხო? სხვების არა, რა თქმა უნდა, მათ იციან საკუთარი მიზანი და მათ ამომრჩევლებს სჯერათ ამ პარტიების მიზნისა. მე რატო უნდა ვისაუბრო ხარ რომელიმე ჩემი კონკურენტი პარტიის მიზნებზე? მე ვსაუბრობ იმაზე და მუშაობ იმისთვის, რომ ერთი ხმა კი არა ვარ ამ საქმეში. ემიგრაციის საკითხ ზურგს უმაგრებს 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამით არის შეწუხებული. დღეს შეიძლება თავის დროზე შეგახსენებთ აზარტული თამაშების საკითხიც არ იყო პოლიტიკური საკითხი. მე რო ტელევიზია დავდიოდი, მათ შორის თქვენთანაც მეუბნებოდნენ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ანა, მოდი სხვა რამეზე ილაპარაკე, კოალიციის ფორმირება, ყავაზე ვის შეხვდი და ვამბობდი. და ეს იყო მართალი, იმიტომ რომ ნელ-ნელა გამოჩნდა, რომ ეს არის უმწვავესი, სერიოზული პოლიტიკური საკითხი და მეცაც გეტყვით ძალიან დიდ წარმატებასაც მივაღწიეთ აქ, მაშინ ხალხთან ერთად, იმიტომ რომ და იმიგრაციაზეც იცით რა იქნება, ქალბატონო ემა, რომ შეიძლება ხელისუფლებასთან ვერაფერი ვერ გამოგვივიდეს, მაგრამ კერძო სექტორს გამოიფხეკოს ყურები რაღაცნაირად, იმიტომ რომ აზარტულ თამაშებზე ესე მოხდა, შეიკრიბა ყველა კაზინო და ჩამოხსნეს რეკლამები ჩვენი კამპანიის შედეგად თვითონ სახელმწიფომ კი არ უთხრა. ამიტომ ნუ გადამიწურავთ იმაში რომ მე უბრალოდ მინდოდა მიმეღო თქვენგან პასუხი, რომ თქვენ ხელისუფლებაში მოსვლა არ გჭირდებათ იმისათვის, რომ არსებული პრობლემები, რომელიც აწუხებს ხალხს, სასიკეთოდ შეცვალოთ? მე გეტყვით, რომ ძალიან კარგი ფრაზები აქვს ლოდინთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძეს. ილია ჭავჭავაძეს აქ აი ძალიან კარგად აღწერილი, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამე და დაუშვებელი რამე არის ლოდინი. ხო, არ არის მოსალოდნელი, რომ სულ სხვა რაღაცეებზე წერდა ილია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ აგვისტო, სექტემბერი, ივლისი უნდა ველოდოთ და ვილაპარაკოთ იმაზე 24 საათი ვარჩიოთ, რა მოხდება 3 თვის შემდეგ. ამის პარალელურად მე მუშაობ ყოველდღე იმ საკითხების გადასაჭრელად, რომელიც ხალხს ეხაც ადარდებს და მერეც შეაწუხებს. კი ბატონო, მესმის, მაგრამ თქვენ ხართ პოლიტიკოსი და სრული, ასე ვთქვათ, უფლება მაქვს ეს შეკითხვა დაგისვათ, თანაც 4 ოქტომბერი არ არის 1 თვის და 2 თვის შემდეგ, თანაც ბევრი, ასე ვთქვათ, უკვე არსებული მოცემულობა გვაქვს იმისათვის, რომ გარკვეულ მოლოდინებზე ვისაუბროთ. რა მოლოდინი გაქვთ 4 ოქტომბრიდან? მით უმეტეს, რომ თქვენ იქნებით აქციაზე. თუ იქნებით გარკვეულ დრომდე და ეტაპამდე, ანუ რაზე არის ეს დამოკიდებული? ეხავე მოგახსენებ, ჩვენ ვიმსჯელეთ და პოლიცსაბჭომ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება. ჯერ ეს ერთი ჩვენ განვიხილავთ 4 ოქტომბერს როგორც ნაწილს იმ 300 დღიანი თუ მეტ დღიანი პროტესტისა. ეხლა რახან 4-იანი არის, ხო არ ამოვშლით ამას კალენდრიდან 310 დღე რო იყო პროტესტი, 309 ხო ვერ გახდება, იმის ნაწილია, ხო? ამის ნაწილია, ამიტომ შეურიგებლობა ქართული ოცნების მიმართ გაგრძელდება. საორგანიზაციო ნაწილს რაც შეეხება, აი რამე ორგანიზება თუ არის 4 ოქტომბრის ღონისძიებებისა, გარდა იმისა, რომ ჩახვიდე აქციაზე და ამოხვიდე, პარტია ხალხისთვის ამაში არაფერში მონაწილეობას არ იღებს. არ მონაწილეობთ და არც გაინტერესებთ დაუშვათ რა გეგმა აქვთ ორგანიზატორებს, რა ქმედებებს, რა შესაძლო განვითარების სცენარებს განიხილავენ? ანუ აი გულწრფელად მითხარი. კი, ხო აგზელებ. არ დამემთავრებია, ბევრი კომპონენტია. შემდეგი, რაც პასუხები, რაც გაიცა სცენარებთან და გეგმებთან დაკავშირებით, მე ვთქვი, რომ
იმედია რომ ის ხალხი რომელიც დღეს დაპირებებს გასცემს, ნახეთ, დაპირებებს გასცემს, შემდეგ ამ დაპირების გამო შედეგზე პასუხს აგებს, ეს გადაბმულია. პასუხისგებლობის საკითხი მწავედ დგას ჩვენ პოლიტიკაში. ამიტომ ეს იმათი საქმეა, ვინც დაპირებებს გასცემს, მე ხო არ გავცემ, მე როცა დაპირებებს გავცემ, იმას ვასრულებ. ამიტომ არ გავცემ ამ შემთხვევაში, ვინც აორგანიზებს, მან გასცეს და არავითარი რაღაცა სიმბოლური ქმედებები, რაც არის დაგეგმილი, მათში არ მონაწილეობ და სამართლებრივადაც ბუნებრივია ვერ ვცნობ. მიმაჩნია ეს იქნება პარტიული შეკრება, არჩევნები, ასამბლეა, ყრილობა თუ რაც არის. ეროვნული კრება. ხო, რაც არის. ტექნიკური მთავრობის არჩევა. რაც არის. ამაში თქვენ არ მონაწილეობთ. ანუ თქვენი მხარდაჭერა აქვს აი ამ 4 ოქტომბრის პროტესტ ნაწილობრივ, ასე გამოდის. მე 4 ოქტომბერს განვიხილავ როგორც აქამდე 300 თუ 320 დღიანი პროტესტის ნაწილს. ერთ განსხვავებულ დღეს, იმიტომ რომ იქნება ბევრი ხალხი, ალბათ, როგორც მანამდე 13-ში იყო ბევრი ხალხი სექტემბერში და მანამდე კიდე მაისში, შესაბამისად ვანიჭებ ამას ასეთ მნიშვნელობას, რომ ერთმანეთი დავინახოთ და გავამხნევოთ, დასავლეთს დავანახოთ ჩვენი თავი, რაც შეეხება იმას, ახლა რეალისტურად რო ვთქვათ, რაც დაინახავს აქედან ქართული ოცნება ძალიან ბევრ რამეზე არის ეს დამოკიდებული. ხალხის რაოდენობაზეც არის დამოკიდებული. გეოპოლიტიკურად რაც ხდება, ამასაც არის დამოკიდებული, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა. ორი. ჯერ ეს ერთი, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთი შეტევებს დრონებისა და სხვა საშუალებებით, ასევე surveillance-ის, მეთვალყურეობის მეშვეობით დასავლეთ ევროპაში, ხო, ვხედავთ. როდესაც დასავლეთის ფრონტზე რუსეთი გაძლიერებული. ახლა თქვენ მეუბნებით, რომ სამხრეთის ფრონტზე რუსეთი არაფერს არ გააკეთებს და ასე ზიან და სხედან და იმას ეწევიან, რა ქვია, სიგარეტს ეწევიან და უყურებენ მოვლენებს. არა. ჩვენ უნდა ვიყოთ ხიზლად, იმიტომ რომ დასავლეთის ფრონტზე გაძლიერებული რუსეთის ანუ გადიდებული მადა, რა თქმა უნდა, ამავე დროს გულისხმობ, რომ სამხრეთშიც ეს შეიძლება იყოს მოდავა გადიდებული. რა თვალსაზრისით გამოვიჩინოთ სიფრთხილე? ანუ ჩვენ აქციაზე ვსაუბრობდით და თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთმა შესაძლებელია, მე ასე გავიგე, რომ გარკვეული პროვოკაციები მისთვის იყოს ასე ვთქვათ, სასიკეთო, შეიძლება ასე ითქვას? ეხავე მოგახსენებთ, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ეს არის, რაც მოხდა აეხლა მოლდოვაში, როდესაც მოლდოვამ აღმოაჩინა 400 რუსეთის მოქალაქე გაწვრთნილი სერბეთში იმისთვის, რომ არეულობა და სამოქალაქო დაძაბულობა მოეწყო მოლდოვაში. ეს არის ფაქტი. ეს არის აი ამ ჰიბრიდული გააქტიურების ნაწილი, რასაც რუსეთი აკეთებს. ახლა ჩვენ ეს რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ინსპირირებული არის ქვეყანაში რუსეთის მიერ ბოლო 30 წელია და ემსახურება რუსეთის ინტერესების გაძლიერებას. ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება ხედავთ ამისა, ანა? არა, მე გეუბნებით, რომ როდესაც ვსვავთ კითხვას, რა მოხდება და რაკედან რას გაიგებს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო შიდა ფაქტორები, არამედ გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლის შესახებაც ჩვენ შეიძლება უბრალოდ ვიმსჯელოთ აი ესე. აი რა ხდება მოლდოვაში, ხო, ეხლა რა მოხდა, ხო? და რა ხდება, თქვა, დანიაში, რუსეთის მხრიდან. ამიტომ ამის გათვალისწინებით მე ვერ ვიტყოდი, რომ მიზეზობრივი კავშირი არსებობს, რაღაცა რამდენი ხალხი გავალთ რუსთაველზე და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში, რომ დაქოქოს ვერტმფრენი თავის. ბევრად მეტი ფაქტორი არის ხოლმე ესეთ გადაწყვეტილებებში. თუმცა თუ გარკვეულ არ ვიცი პროვოკაციებს ექნება ადგილი 4 ოქტომბერს გაჩნდება, არ ვიცი, დაპირისპირების რისკები, კერები, ანუ ამას ექნება გადამწყვეტი, ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, რომ რაღაც შეიცვალოს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ანადოლიძე როგორ იქცა უბრალოდ ამბობს, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის და ტოვებს აქციას? საქმე იმაშია, რომ დავიწყოთ იქიდან, რომ ყველანაირი და ამას უსაფუძვლოდ უსაფუძვლოდ არ გეკითხებით, იმიტომ რომ აი ერთ-ერთი ბოლო განცხადება მახსენდება ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, ვინც თქვა, რომ 4 ოქტომბერს გათავისუფლდება ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რაც თავად გაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია რაღაც გეგმა აქვთ ამასთან დაკავშირებით. ხო, ეს მათ იციან, თუმცა მე კარგად მახსოვს, რომ
კარგახანია მათივე დაპირებების მიხედვით თავისუფალი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, ის უნდა გამოეყვანა ვიღაცას ვიბამედიდან, უნდა შევარდნილიყან ეს ხო გვახსოვს. ეს მაგათი საქმეა. მე ჯერ ეს ერთი არავითარ დაპირებებს არ გავცემ და სხვის დაპირებებზე პასუხს ვერ ვაგებ, იმედია რომ იქ დადგება ისეთი დონე პასუხისმგებლობის ქართულ პოლიტიკაში, რომ პასუხს ადამიანები თავის დაპირებებზე აგებენ შედეგით. მაგალითად, ბრემენელმა მუსიკოსმაც იცის ყოფილმა პრემიელმა ქართული ოცნების რომ გამოდის და პასუხს ვაგებ გავრილოვის ღამე, ნამახვანზე ხელის მოწერა, ნამახვანის ხელშეკრულებაზე, რაჭის ტყეების გადაცემაზე ხელის მოწერა. არაფერი არ გააკეთა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. გახარიას გულისხმობ, ხო? მინიმალური ხა გამოდის ხელფასზე საუბრობს, ხელფასი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი. ადამიანი 9 წელია მაღალთანამდებობაზე იყო ქართული ოცნების და პრემიერი იყო და ხელფასები ზუსტად ისეთივე დაბალი იყო და არაფერი არ გააკეთა. აზარტულ თამაშებზე არაფერი არ გააკეთა, სასამართლოზე არაფერი არ გააკეთა და გამოდის იძახის პასუხს ვაგებ, შემეშალა. და ეს არის წყალი. ეს არის ქართული პოლიტიკის ძალიან მახინჯი მხარე და ამიტომ მე ვთხილობ მინდა რომ რაღაცა სხვა გავაკეთოთ აქ რა. ამიტომ მე გეუბნებით რომ ძალადობა არის რუსეთის ინტერესებში. ყოველთვის აი ის რასაც დაარქვეს ხო სამოქალაქო ომი ხო გახსოვთ 90-იან წლებში. ეს ხო სინამდვილეში იყო რუსეთის მიერ ის შექმნილი ქართველთა შორის დაპირისპირება. ერთი. ხო და მეორე ამის რისკებს ხედავთ ახლა. მეორე. არა მე ვფიქრობ რომ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ეხლა ჩვენ ვართ უფრო ბევრად უფრო რთულ ვითარებაში ვიდრე დანია. ანუ თუ ისეთი სიტუაცია დასავლეთის ფრონტზე რუსეთისთვის რომ ის გააქტიურებულია და დრონებით ხან იქ შედის, ხან იმაზე მიფრინავს, რა ქვია, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ ხო დასაფიქრებელია რა სცენარები უნდა გქონდეს მხედველობაში აქ და სხვათა შორის მე ვთქვი მანამდე, როგორც ამ სფეროს ექსპერტმა, ზოგადად ადამიანები ასეთ სიტუაციაში ხედან ხოლმე და წერენ სცენარებს. ეს არის მთელი პროფესია. მე ეს სცენარები დამუშავებული მაქვს შესაბამის ხალხთან, რომლებიც არიან უცხოელები და ნაფიქრი მაქვს, იმიტომ ვამბობ ამას. იმედი მაქვს, რომ სხვა ადამიანებიც, მით უმეტეს ორგანიზატორებსაც ნაფიქრი აქვს სხვადასხვა სცენარებს. კი ბატონო, გამოდიან და რაღაცა დაპირებებს იძლევიან, მაგრამ სცენარი A, სცენარი B, სცენარი G. ხა კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი. ყოველთვის ისე როგორც მოხდა გავრილოვის დროს. აი, გავრილოვი იყო უდიდესი ჩავარდნა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების, ხო? არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა, არც 20 ივნისი, არც 21, არც ის უსაფრთხოების სამსახურებს, რომ კარგად ემუშავათ. ანუ ყველანაირი პრობლემა, რომელიც შეიქმნება რუსთაველზე, რომელიც არ არის გამოვლენილი დროზე ნაფიქრი, თავიდან ბოლომდე არის. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისგებლობა, ეგ 2-4-4-ია და მეორე, თუ ეს იქნება რაღაცა სიმახინჯე, როგორც სერბეთში მოხდა, სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამ, რომ აი ცოტა ხნის წინ სერბეთის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა დიდი წერილი, გაუგზავნა ევროკავშირს, გამოაქვეყნა ვიდეოები, რომ აი სერბეთში რა ამბავია, დემონსტრანტები, სტუდენტები კი არ არიან, ისინი არიან მოძალადეები. ეს ყველაფერი იქნება რუსეთის იმპერიის ინტერესში და ამაზე პასუხისგებელი თავიდან პირველ რიგში არის ხელისუფლება. ანა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ანა დოლიძე, პარტია ხალხისთვის თავმჯდომარე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ აკაკი ბობოხიძის პოლიტიკურ პოზიციას მოვისმენთ. ნომერ პირველი უძრავი ქონების მაშასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში, სხვათა შორის ისევ აქტიურია ევროპის ქვეყნების ელჩების დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასეთი დაბარება დემონსტრაციული ხასიათის აღქმულია როგორც ერთგვარი დემარში საქართველოს მთავრობის მხრიდან, სხვათა შორის გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გააკეთა განცხადება იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც მან გამართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან. ბატონ ჟორჟოლიანს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შევხვდით ჩემი თხოვნით, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობისგან გადახდები გათავისუფლებული იყოს საქართველოს გრანტების კანონისგან, ვინაიდან ისინი უკვე შეთანხმებულია წინა გერმანულ-ქართულ ხელშეკრულებებში, ლეგიტიმური იურიდიული კითხვა.
და პასუხი იყო არა გერმანია საომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენსო, წერს ფიშერი. ამ შემთხვევაში ვიცით როგორი იყო ადმინისტრაციის და ხელისუფლების პასუხი, რომ ისინი ვერ დაუშვებენ გამონაკლისებს ამ შემთხვევაში და გრანტების კანონი ყველას თანაბრად ეხება. აკაკი ბობოხიძე, პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით. ბრიტანეთის ელჩი, გერმანიის ელჩი, აი როგორ ფიქრობთ, ასეთი დემონსტრაციული დაბარება მათი საგარეო საქმეთა სამინისტროში რაღაცა შიდა მოხმარებაზე გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯია ქართულ ოცნების მხრიდან თუ ეს არის გზავნილი, კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის? ემა თუ ადევნებთ თვალყურს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს. არის ვინმე ვინც რა თქმა უნდა, უბრალოდ რიტორიკული შეკითხვა დავსვი. ვისაც არ აინტერესებს. რუსი პროპაგანდისტები რას ამბობდნენ თუ გახსოვს უკრაინასთან ომი, ეს იყო ვისთან ომი სინამდვილეში, ეს იყო ომი შეერთებულ შტატებთან, შეერთებული შტატები გვეუბნება უკრაინელების ხელით. ეს იყო, ესე ვთქვათ, ფაბულა პროპაგანდის, რუსული პროპაგანდის. როგორც კი ტრამპი მოვიდა, გაქრა უცებ რუსული პროპაგანდის სივრციდან ამერიკელებთან ომი და დარჩა, რომ ეს არის უკრაინაში ომი, ეს არის ომი ევროპასთან. და წინა პლანზე წამოვიდა იმის იმედით, რომ ტრამპთან რაღაცნაირად დაალაგდებოდნენ, იმის იმედით, რომ ტრამპი საწყის ეტაპზე რაღაც პუტინისთვის და რუსეთისთვის სასარგებლო პოზიციებს იჭერდა, აქცენტი გადაიტანეს გერმანიაზე და დიდ ბრიტანეთზე. შემთხვევით ხო არ ვატყობთ, რომ აი ერთი ერთზე ჯდება ქართული ოცნების პოლიტიკა რუსულ პოლიტიკასთან უნისონში. როცა ამერიკა ყავდა თავად გამოცხადებული, აქ თავარი მტერი თუ გახსოვს ვინ იყო? ელჩებიდან ვინ იყო თავარი ტერი? ჩვენთან? ჩვენთან. რა ვიცი. ქართული ოცნებისთვის. ევროკავშირი ამერიკის ელჩი და ამერიკის ელჩი. შემდეგი ელჩი. დღეს გაქრა რუსული პროპაგანდიდან ამერიკა და წინ წამოვიდა ბრიტანი თავარი მტრად გამოცხადა გერმანია და ბრიტანეთი. ვინ არის დღეს თავარი მტერი ქართული ოცნებისთვის? დიდი ბრიტანეთი და გერმანიის ელჩი. მე არ მგონია რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი იყოს. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სხვადასხვა მინდა ვთქვა, რომ ეს ტერმინიც რო ეს ხელისუფლება პრორუსულია, მე სტარი მგონია, ეს არ არის პრორუსული ხელისუფლება, ეს არის პირდაპირ რუსების ვასალი ხელისუფლება და განსხვავება იცი რა არის? ნებისმიერი პოლიტიკური მიმართულება პრორუსული, პროამერიკული ცდილობს რომელიმე მიმდინარეობიდან თავისი ქვეყნისთვის რაღაც სარგებელი მიიღოს. განსხვავებით ვასალიისგან. ვასალი სარგებელს არ ნახულობს, ისე ემსახურება თავის ბატონს და პატრონს. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მთლიანად არის გადართული რუსული პოლიტიკის მომსახურებას და ამაში არ ღებულობს აბსოლუტურად არაფერს ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა თავიანთი ხელისუფლების მაშინ რა გზავნილია? შემდეგი აი რამდენიმე დღის წინ გამოსვლა იყო გაეროში ჩვენი პრეზიდენტის. ყველაზე დიდი სახელმწიფო რუსეთის გარდა, რომელმაც აღიარა აი ვანუატუს და მსგავსი ტიპის სახელმწიფოების გარდა, რომელიც ლამის ჩასაძირად არის განწირული და იმათმა წაიღეს კიდეც უკან თავიანთი აღიარებები. ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა აფხაზეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ იცით ვინ არის, გარდა რუსეთისა? სირია. სირია, რომელშიც სულ რაღაც 1 წლის წინ მოხდა რევოლუცია, გააგდეს რუსული ხელისუფლება და რასაკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? ალ-შარა ჩასული იყო, აბსოლუტურად ყველა შეხვდა ალ-შარას, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ხელისუფლების მთელი მცდელობა იყო ერთი რამ, რომ ამენაირად ვახშამზე მოხვედრილიყვნენ ტრამპთან, რაღაცნაირად ერთწუთიანი შეხვედრა მაინც გაეკეთებიათ, რომ მე აქ თავიანთ ამორჩეულს მიასაღონ, რომ აი რაღაც დაიწყო და თურმე დიდი გზავნილი გადაცა, აი მან რა ქვია, ყაველაშვილმა რაინაზე გადაცა ეს ცალკე პრობლემა და ცალკე საკითხია, ვიღაცას გონია, რომ ქართულად ლაპარაკი, ხო, უნდა გვიამაყებოდეს ქართულად რო ლაპარაკობ და ჩვენი საკუთარი ენა გვაქვს, ოღონდ ემა, როდესაც პატარა ქვეყანა თავის საჭირბოროტო საკითხებზე, ჩვენ ინგლისურ ენაზე, ან რომელიმე უცხოურ ენაზე, ბედნიერების და სიკეთის გამო კი არ ვლაპარაკობთ. როგორ ფიქრობ, ერთი და იგივეა, როცა
ადამიანი რომელთაც დაინტერესებული ხარო შენი პრობლემები მას სწორად გადასცე. ამას გებულობს პირდაპირ ან როცა გებულობს სინქრონული თარგმნით. ლაპარაკი არ არის პრობლემა ეს იყო, ანუ მე როგორც ოპოზიციისთვის თავი პრობლემა იყო ის, რომ მან არ ახსენა ქვეყნის პრეზიდენტმა, რომლის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთის ფედერაციას, არ ახსენა რუსეთი როგორც ოკუპანტი. პრობლემა იყო საერთოდ ამ კაცის ნებისმიერი, ამ კაცის ამოცანები, რომელიც მას ჰქონდა. მთელი ამოცანა იყო, გიმეორებ, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ შიდა მოხმარებისთვის თავის ამორჩევლს უთხრა, ნუ აი რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯია. პრობლემა ქიანობაშია, მთელი ეს ხო ერთი და იგივე, ესე ვთქვათ, გეგმის შემადგენელი ნაწილია. ალ-შაარასთან არ შეხვედრას. რატო არ აყენებენ, როგორ ფიქრობ, სირიის წინაშე ხო უზარმაზარი შანსია. პირდაპირ ანტირუსული რევოლუციის შედეგად მოვიდა რუსული ხელისუფლება გააგდეს, ხო? რატომ არ აყენებენ საკითხს აფხაზეთის უკან წაღებისას? აფხაზებს ერიდებიან? ხო ვერ რა იყო ძნელია დასკვნის გაკეთება იმისი, რა ქვია, რომ ვის არ უნდათ რომ აწყენინონ? რუსებს არ უნდათ ხო აწყენინონ? ოკუპაცია ძალიან კარგად იციან, ვინ არის ჩვენი ის რა ქვია, ჩვენი ქვეყნის ჩვენ ქვეყანაში ოკუპანტები. თუ იციან რო ახსენო რა პრობლემაა მაშინ. ხო მაინც თქვი. არა, სინამდვილეში ვიმეორებ მთელი ეს გამოსვლა მათ შორის ქართულ ენაზე ლაპარაკობდა. ესეც ხო ურაპატრიოტიზმზე, ურაპატრიოტიზმის კვებისთვის გადადგმული ნაბიჯია. ვიმეორებ, თუ შენ მართლა გინდა შენს მეგობრებს, პარტნიორებს შენი პრობლემები გააგებინო, ვიმეორებ რომ მაშინ უნდა ელაპარაკო მათთვის გასაგებენაზე. რატომ? იმიტომ რომ გამოსვლა არ არის მარტო შინაარსი. გამოსვლა არის ემოცია, სად აკეთებ სადსონ წერტილს, სადსონ ძიმეს. გარდა ამისა, არ მოგვისმენია სინქრონული თარგმნელები რა საშინელებაა ხოლმე? გარდა ამისა, დამოკიდებული ხარ სწორად გაიგებს თუ არა თარჯიმანი და მერე სწორად მიიტანს თუ არა შენ სათქმელს. სინამდვილეში არავისთან ლაპარაკი არ ქონდათ გამიზნული. მთელი ეს ლაპარაკი იყო გამიზნული მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველთან. სწორედ ამიტომ იყო ქართულ ენაზე, სწორედ ამიტომ იყო არაფლის მთქმელი, სწორედ ამიტომ იყო რომ შინაარსი არ ქონდა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. რაც შეეხება სუფთა ფურცლიდან დაწყებას, სუფთა ფურცლიდან დაწყება. რა განცხადებას გააკეთა ყავალაშვილმა, რა გზავნილიც დაუტოვა ტრამპს. სუფთა ფურცლიდან რომც დავიწყოთ. იმ სუფთა ფურცელზე რაღაც ხო უნდა დაიწეროს. პირველი ნაბიჯი ხო უნდა გადაიდგას, ან უნდა დაიწეროს. აი არაფერი არ წერია, ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან, აი ვიწყებთ ხვალიდან. იცით პირველი რა დაიწერება? დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. და დაიწყო. მეც ხო არაფერს არ ითხოვს შეერთებული შტატები, მეც ხო არაფერს არ ითხოვს ჩვენი პარტნიორები. ემა აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკა წარმატებული რო იყო დღემდე. ეს მხოლოდ ჩვენი დამსახურება იყო ქართულების. რა თქმა უნდა საერთაშორისო პარტნიორობის. საერთაშორისო წესრიგის და საერთაშორისო პარტნიორების. მე მახსოვს 2008-2012 წელს ვიყავი სამხრეთ კორეასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და სპეციალური ვიზიტი გავაკეთეთ და მქონდა შეხვედრა სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და ერთადერთი თხოვნა მქონდა დავხმარებოდნენ წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებთან არაღიარების პოლიტიკაში. 3 დღის წინ თუ 4 დღის წინ სამხრეთ კორეის პარლამენტში აფხაზურ ჯგუფს კულტურული გაცნობისთვის ჰქონდა შეხვედრა და მას პინძლობდნენ სამხრეთ კორეის პარლამენტის წარმომადგენლები. დღეს რომ რუსეთს უკრაინის გამო არ ჰქონდეს მოუცლელობა, მას რო ეცალოს აფხაზეთისთვის და მისი აღიარებისთვის, მას ჰქონდეს ფინანსური რესურსი, რომ ფული იხადოს ისე როგორც ვანუატუს და ტუვალუს გადაუხადა უზარმაზარი თანხები აფხაზეთის აღიარებაში, გარწმუნებთ აფხაზეთის აღიარების პოლიტიკა იქნებოდა წარმატებული. იცით რატო? იმიტომ რომ აღარ დავრჩა მეგობრები ქართული ოცნების ხელში, ყველა მტრად გამოაცხადეს, ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო ამ თუ ბრძოლაში ჩვენი პარტნიორი, ამათმა გამოაცხადეს ქართველი ხალხის მტრად და ქართული სახელმწიფოს მტრებად. რატომ მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო დემოკრატიულ სივრცეში ქართულ ოცნებას არ ძალუძს ძალაუფლების შენარჩუნება. აი ეს 650 მილიარდი დოლარის 650 ბოდიშვილი მილიონი დოლარის თორცდები სინამდვილეში 650 მილიონი თქվეს დოლარით თქვეს, ოღონდ სინამდვილეში 54 მილიარდ რუბლზეა თუ რაღაცაზე ლაპარაკი.
რა ხდება კი, მაგრამ საიდან შემოვიდა, როგორ შემოვიდა, სანდუმ თუ უცებ 400 კაცი აღმოაჩინა პირდაპირ რუსული FSB-ს წარმომადგენელი, რომელიც სპეციალურად იყო შესული ქვეყანაში არეულობისთვის. როგორ დავიჯერო მე დღეს, რომ ქვეყანაში სადაც 200,000 რუსია შემოსული, მხოლოდ პუტინის ხელისუფლებისგან გამოქცეული რუსებია და ჩვენს ქვეყანას ამ ხრივ არანაირი ხიფათი არ ემუქრება და ეს ხალხი პრობლემას ხედავს გერმანიაში, ეს ხალხი პრობლემას ხედავს დიდ ბრიტანეთში, ეს ხალხი ხედავს პრობლემას იმ ქვეყნებში, რომელსაც არასდროს რითი შეიძლება ეს დამთავრდეს. რაც უფრო მალე დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას, მით უფრო მალე დადგება ელჩების დაბარება ვიგულისხმე ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროში, ადმინისტრაციაში მათი მისვლა და ამ ტიპის განცხადება. ეს არის კიდევ ერთხელ ტრად გამოცხადება ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრების იმ ქვეყნების ჯგუფის, რომელიც საქართველოს გვერდით დგას, ჯერ კიდევ საქართველოს და არა ამ ხელისუფლების გასულ ჩვენი მთავარი მტრის რუსეთის წინააღმდეგ არის კიდევ ხიდების ჩაწვის ცდელობა, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვასალის ცდელობა ასიამოვნოს პატრონს, იმიტომ რომ ვასალს აფხაზეთზეც კი არ გვალაპარაკებენ, ხო ხედავთ, რამდენჯერმე დაიწყეს ცდელობა, რომ აი რუსებთან ურთიერთობის დალაგება იქნება შანსი იმისა, რომ ჩვენ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სიტყვა აი აღარც კი გააგრძელებინეს, შიდა მოხმარებისთვისაც კი არ მიცეს უფლება, რომ თავიანთ ამომრჩეველს თუნდაც სრულ იმედები ჩაუსახონ საქართველოს ერთიანობის აღდგენისა და იქვე მოკლეს. ამათი რიტორიკაც კი, იმიტომ რომ ვიმეორებ, ვასალებს არ აძლევენ ამ ფუფუნების საშუალებას. ვასალები მხოლოდ მოქმედებენ პატრონის ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს შედის ჩვენი მტრის, თავარი მტრის ინტერესებში, ბედი ჩვენი რომ დღეს რუსეთი არის ჩაფრული. გაღიზიანებას იწევს ისიც, რომ მაგალითად აი ბრიტანეთის საელჩოში სულ ცოტა ხნის წინ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ორი ვის გაღიზიანებას ქართველების ქართული ოცნების გაღიზიანებას, მაგალითად გიგა ბოკერია და გიორგი ბარამიძე იმყოფებოდნენ ბრიტანეთის საელჩოში და ელჩები ვის უნდა შეხვდეს თუ არა პოლიტიკურ ლიდერებს. აბა ელჩები მხოლოდ პოლიტიკურ ხელმძღვანელებს, ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს ხვდებიან. ამაში რა არის გასაკვირი? უნდა შევწყვიტოთ რამდენიმე წუთით მე და თქვენ საუბარი, მატყობინებენ რომ ძლიერი საქართველოს შეხვედრა საზოგადოებასთან და ახალი საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია რამდენიმე წუთით შევიყვანთ ეთერში და დაგებრუნდებით ისევ სტუმართან ერთად. გამერწუნეთ თითოეული თქვენი გამოჩენა, თითოეული თქვენი სიტყვა და თითოეული თქვენი აი ესეთი ხარდაჭერა ძალიან დიდ ძალას მატებდა და ასევე მატებს იმ ბიჭებს, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ იქ არიან და ჩვენი დიდი მოკითხვა მათ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მალე დატოვებენ საპყრობილეს. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთულ გზას გადის დღეს საქართველო და ძალიან რთულია, ამა ძალიან გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შენი ქვეყნის განვითარებას და სწორ არჩევანს ეფუძნება. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და მე მგონი თითოეული თქვენთაგანი იყავით მონაწილე ყველა იმ მსვლელობის, ყველა იმ პროტესტის, რომელიც აი ამ ქართული ოცნების, ამ კლანის და ამ მართლა რუსული მენტალობის, კორუფციული, ესე თქვათ, აზროვნებით გაჯერებული თავრობის წინააღმდეგ ჩვენ სხვადასხვა დროს გამოხატეთ. ეს იყო მსვლელობები, პროტესტი თუ ასე შემდეგ. მაგრამ როცა დადგა კონკრეტული დღე, რომ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როცა მოვა ადგილობრივი არჩევნები. და პირველი რაც ამომიტივდა ორი ძირითადი საყრდენი. ეს იყო წალენჯიხა და მეორე თბილისი. ჩვენ ოპოზიციამ გაერთიანებულმა, რა თქმა უნდა, 5 ქალაქი მოვიგეთ. მოვიგეთ თბილისი, რუსთავი და რა თქმა უნდა მოვიგეთ წალენჯიხა. და წალენჯიხას მე იმიტომ ვახსენებ, რომ ეს იყო ერთადერთი მუნიციპალიტეტი 4 წლის წინათ, რომელმაც უთანასწორო ბრძოლაში უბრალოდ რომ დაიჯერა ამ ხალხმა, რომ გამარჯვებას შეუძლია და ერთადგომას შეუძლია შედეგის დადება, აი ამ დიდ ვერტიკალს მოუგო ბოლო 33 წლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში და დაამტკიცა, რომ თუ ადამიანები მოისურვებენ, არ აქვს მნიშვნელობა რა ძალა გიდგას წინ, შენ აუცილებლად მოიგებ და ეს მათ დაამტკიცეს. დაამტკიცეს ერთხელ 2021-ში, დაამტკიცეს 2024-ში და უცბად დავდექით დილემის წინაშე, რომ გაჩნდა აზრი, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. გაჩნდა ესეთი ნარატივი,
რომ გავიდეთ ბოიკოტში და ჩვენ ვიყავით ბოიკოტში, გამოვედით ბოიკოტში საპარლამენტო არჩევნებიდან და ეს მინდა ძალიან კაფიოდ კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომელმაც ძალიან სერიოზული შედეგი დადო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. იმიტომ რომ ამ ჩვენმა ბოიკოტმა, პარლამენტის დატოვებამ, უცხოელებთან მუშაობამ, იზოლაციამ ქართული ოცნება დატოვა ეულად, მათ არავინ სოფლიოში ცივილური სამყაროს წარმომადგენლები ხელს არ ართმევენ. არავინ აბსოლუტურად რა. შესაბამისად, ეს ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ ღირსეულად, მაგრამ დადგა ახლა ადგილობრივი არჩევნების პერიოდი და რას ვაკეთებთ ამ ადგილობრივ არჩევნებზე? 64 მუნიციპალიტეტია, 64 პატარა პარლამენტია და ჩვენ იმ ქალაქებს, ესე ვთქვათ, მუნიციპალიტეტებს, სადაც უმრავლესობა იყო წინა არჩევნებში ოპოზიცია, უნდა უთხრათ, რომ სახში დაჯექი. ბოიკოტში გადი. და ეს გამოიწვევს იმას, რომ ქართული ოცნება, ანუ ეს რუსული ხელისუფლება ბოლომდე ჩაბეტონდება თითოეულ მუნიციპალიტეტში. ეს იცით რას ნიშნავს, ჩემო მეგობრებო, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ახლა ჩვენ გვისმენს და გვისმენს სხვა, ესე ვთქვათ, რაიონებიდან და ჩვენი ულამაზესი ქვეყნის სხვა კუთხიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ხმის გამომტანი არ იქნება იქიდან არავინ. ეს ნიშნავს იმას, რომ არავინ და ვერავინ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს ისეთ პრობლემებს, როცა სოციალურ დახმარებას მოგიხსნიან, როცა თქვენ ნათესავს განათავისუფლებენ და დევნას დაუწყებენ, როცა თქვენ შვილს, რომელიც დილ და საღამოდე სწავლობს და უნდა რაღაცას მიაღწიოს, ჩაანაცვლებენ ნეპოტიზმით ვიღაცის ბიძაშვილის შვილის, ესე ვთქვათ, კანდიდატურას, თანამდებობაზე მიიღებენ ასე შემდეგ და რაც ყველაზე მთავარია, თითოეული თქვენთაგანის, მე მინდა ხაზი გაუსვა, თითოეული თქვენთაგანის გადასახადი. ეს არის დიდი პრობლემა საქართველოში. ჩვენ გონია, რომ ბიუჯეტი, რომელსაც ჩვენ ვქნით, ჩვენ თითოეული თქვენთაგანი ვქნით, ყოველდღიური შრომით, ეკუთვნის რომელიმე პარტიას. ეს გვეკუთვნის ჩვენ და ეს ადამიანები, როცა არც ერთი წინააღმდეგობის გამწევი არ ეყოლება მუნიციპალიტეტებში, ამ ჩვენ შეგროվել ბიუჯეტს ისე ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ. ეს არის დღეს რეალობა. მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ იმ ადგილებს, სადაც ოპოზიციამ შედეგი დადო. იმიტომ რომ ჩვენ მაშას როგორც ნახეთ, ლელო ძლიერ საქართველოს ახლა აქვს შეხვედრა საკუთარ ამომრჩეველთან, მხარდამჭერებთან და საზოგადოებას საკუთარ ხედვებს და მოკლედ ცოტა ხანში ახალ საარჩევნო კლიპის პრეზენტაციას შესთავაზებენ. აკაკი ბობოხიძე, პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. გაგვიწყდა თქვენ საუბარი, ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რადგან შემოვიდა ეს საარჩევნო საკითხი და თქვენ ეწინააღმდეგებით ამ პროცესს, აი არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მაინც ვერ ხედავთ რაიმე პერსპექტივას იმისა, რომ როგორც ამბობენ არჩევნებში მონაწილე პარტიები ამ ადგილობრივ არჩევნებში გარკვეულწილად დაასუსტებენ ისინი ქართულ ოცნებას. არა, აღარ ვეწინააღმდეგები, იყო ხიფათი რომ ლელოს და გახარიას მონაწილეობას შეიძლება დაეზიანებია ქართული ოცნების არაღიარების პოლიტიკა და მოეხდინა ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია. საბედნიეროდ ეს ვერ მოხერხდა, ოღონდ არა ლელოს და არა გახარიას მცდელობის გამო, არამედ იმ დარჩენილი ოპოზიციური პარტიების გამო, რომლებიც არ შევედით ამ ფარში. არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდება და ჩვენ, არ ვიცი ახლა მე რის იმედი უნდა მქონდეს, როცა ბატონი ხაზარაძე აი ახლა ამ წამს აცხადებდა, რომ თურმე საკრებულოებში რამდენიმე წარმომადგენლის გაყვანა ქართულ ოცნებას ხელშეუშლის, ანუ მან უკვე თქვა, რომ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, უბრალოდ ისინი ხელშეუშლიან, ცუდად არ გამოიყენონ ჩვენი ბიუჯეტის ფული. მან თქვა, მე ხო არ მithქვამს, მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩემთვის არჩევნები არ არის, ამიტომ არანაირად არც ვეწინააღმდეგები, არც ვემხრობი, ეს არჩევნები არ არსებობს. ხო, მაგრამ მიიღებთ როგორც მოცემულობას, ანუ გარკვეულით არ არსებობს, დავივიწყოთ ეს არჩევნები იმ ველზე, სადაც რეალური პოლიტიკური ბრძოლა დადგება 5 ოქტომბერი. აი მეც დადგება 4 ოქტომბრის საღამო, ბატონო, ისე როგორც და გამოვა CSKO, გაიწვიეს პირველად შედეგებს, დააკომპლექტებენ საკრებულოებს, შეიძლება მეორე ტურიც გაიმართოს ზოგან. ანუ აეტყობა მეორე ტურის გამართავის ახლა ამ არჩევნებს, მაგრამ დავანებოთ თავი იმ ველზე, სადაც ჩვენ ბრძოლა გვაქვს გამართული ქართულ ოცნებას და ეს არჩევნები არ არსებობს, თქო ამბობ. არ არსებობს, არ აღიარებს ამას რუსეთის გარდა არავინ.
და ნუ ახლა ისინი არ აღიარებენ იმ ველს, რომელზეც თქვენ ებრძვით და აპარატოდებიან მაშინ ბუშთან ვახშმობაზე მოსახვედრად. ბუშთან თუ ტრამპთან აღიარებენ, მოუწევთ აღიარება. მონაწილე ოპოზიციას, აი მაგათაც ალეკო ელისაშვილი ცოტა ხნის წინ ჩემთან გადაცემაში საუბრობდა, რომ მას არ სჯერა, რომ რაღაცა მესიის მახვილი აქვს შენახული ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას, რომელსაც რუსთაველზე მოიქნებენ და გაქრება კობახიძე, მდინარეზე და დანარჩენი ჭუჭყი, ვინც ხელისუფლებაშია, მისი სიტყვებია. დარემ დაბიო მოქმედება, როდესაც ოპოზიციას აბრალებ იმას, რასაც ოპოზიცია არ ამბობს. ბოიკოტი არც კიდევ მეორე ბოიკოტზე კი არ არის, მხოლოდ ლაპარაკი, არ ვცნობთ, არ არსებობს ეს არჩევნები და ვიმეორებთ ამას, იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ აი ჩვენ თუ არ ვცნობთ, ამიტომ დამთავრდება ქართული ოცნება. არა, ეს არის შემადგენელი ნაწილი იმ არაღიარების პოლიტიკის, რომელიც დავიწყეთ ამ პოლიტიკურ ძალებთან ერთად. მაშინ შესულიყვნენ პარლამენტში უფრო წარმატებულები იქნებოდნენ, უფრო დიდ ბიუჯეტზე იყვირებდნენ ქვეყნის მთავარ ბიუჯეტზე და არა მხოლოდ რაიონულ ბიუჯეტებზე. და ამიტომ ამბობთ, ჩვენ რაიონული ბიუჯეტებია, ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტებია, მათი მთავარი ინტერესი, ამის გამო მონაწილეობენ არჩევნებში. არ არის, დავასრულოთ ძალიან გთხოვ რა. თქვენ ხომ იყავით იმ შეხვედრის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მონაწილე, დახურული შეხვედრის. ძალიან გთხოვ დავასრულოთ ეს ამბავი. არაღიარების პოლიტიკის დაზიანება შეიძლება მოხდარიყო. რომ არ დაზიანდა, ვიმეორებ, ეს არ არის მათ დამსახურება. რატომ მათ არ აქვთ ასეთი წონა პოლიტიკური? იმიტომ რომ საბედნიეროდ ყველამ არ ავყევი და აი ყველას რომ მიგვეღო მონაწილეობა, ჩათვალეთ რომ არაღიარების პოლიტიკა დასრულდებოდა და სანქცირებების პროცესი დასრულდებოდა. მაგრამ ამათაც ხომ მოუწოდებდით რომ თქვენი პოზიციაზე გადმოსულიყვნენ, კი ბატონო. მაგრამ სხვა რამის თქვა მინდა. არავინ არ ამბობს, მე არ ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია არ ამბობს რომ 4-ში დამთავრდება ან არ დამთავრდება. ვამბობთ რომ ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი პროცესი და ეს პროცესი თუ არ ჯეროდა ამ კეთილშობილ ბატონებს სანქციების, თუ არ ჯეროდათ არაღიარების პოლიტიკის, რატო დავიწყეთ მაშინ ის პოლიტიკა? თუ არ ჯეროდათ რომ წარმატებას დადებს ის პოლიტიკა, თუ არ ჯერათ რომ მესიის მახვილია ეგ პოლიტიკა, რატო დავიწყეთ ეგ პოლიტიკა და რატო გადადგენ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც ვარ ითქვეს პარლამენტში შესვლაზე და როდესაც ვარ ითქვეს საპარლამენტო არჩევნების აღიარებაზე. თუ არ გჯეროდა, თუ გვინდოდა რომ მოკლევადიანად სწრაფად ველოდებოდით, არ ველოდებოდით, ვისაც გვაქვს პოლიტიკაში გამოცდილება, ვინც უყურებთ რა ხდება რუსეთის სანქციებმა არ იმუშავა ისე ეფექტურად და ისე სწრაფად და ეკონომიკაში შედეგებს ცოტა დიდი დრო ჭირდება. აფხაზეთის თავის დროზე პატარა აფხაზეთის მოუწესრიგებელი აფხაზეთის ჩაკეტვამაც კი არ იმუშავა. მე მინდა გითხრა რომ გარკვეული წლების განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობებიც კი შეზღუდული ჰქონდათ, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობები. არ მუშაობს ისე ეფექტურად და ისე სწრაფად. ეს ვიცოდით, ყოველ შემთხვევაში ვიცოდით იმ ადამიანებმა, ვინც ამას პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ამიტომ ალეკო ელისაშვილი უბრალოდ ცდილობს, როცა ამბობს, რომ თითქოს ვინმეს გონია, რომ რაღაცა ეს ეგრეთ წოდებული ბოიკოტი და ვიმეორებთ ეს სიტყვა მხოლოდ მედიამ და იმის გამო რომ ადამიანებისთვის უფრო გასაგები ტერმინი იყო, შემოვიდა ძალაში, თორე არ არსებობს ბოიკოტი, არის რაღაცა არსებულში, როცა არ მონაწილეობ. არ არსებობს თუ გიმეორებთ, არავინ არ ცნობს ჩვენი პარტნიორებიდან ამ არჩევნებს. ამიტომ არ ვიცი, მათ თავისი გზა აქვს, ჩემის აზრით, და არის ძალიან, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. 27-ში აფხაზეთის სრულად ოკუპაციის დღე არის და ვაპირებთ რომ გქონდეს საპროტესტო მსვლელობა, რომლითაც გავაპროტესტებთ არა მარტო საქართველოს ოკუპაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე. 4 ოქტომბრის აქცია იქნება რაღაც განსხვავებული. 4 ოქტომბრამდე არამედ საქართველოს ოკუპაციას მთლიანად, იმიტომ რომ ერთხელ ერთ-ერთ ხომაზე თუ არ ვცდები 13-14 წელი იყო, მაშინ ვთქვი რომ სამწუხაროდ ჩვენ არა მარტო 2008 წლის ბრძოლა წავაგეთ რუსებთან, არამედ 2012 წლის ბრძოლა წავაგეთ და მხოლოდ სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაცია კი არ მოახერხა რუსეთმა. რუსეთმა მოახერხა საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაცია, დღეს ჩვენ გვყავს საოკუპაციო ხელისუფლება. 4-ში უნდა გქონდეს დიდი საპროტესტო გამოსვლა, იმიტომ რომ ჩვენმა პარტნიორებმაც მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო არ გაქრეს
საერთაშორისო დღის წესრიგიდან ისე როგორც აი ჩინეთშიც კი არ დაუძახეს საქართველოს ხელისუფლებას და ირანის წინადადებაც კი უარყო ჩინეთმა და თქვა რომ მისთვის საქართველოს უკვე როგორც სატრანზიტო დერეფანი უკვე უინტერესოა იმიტომ რომ აქ რუსული გავლენა ჩინეთი ლაპარაკობს ამას არ არის ლაპარაკი შეერთებულ შტატებზე იმიტომ რომ გაჩნდა ინტერესი და დაუძახეს სომხეთს აზერბაიჯანს იმიტომ რომ გაჩნდა სხვა ალტერნატიული გზების მიმართ ინტერესი და ამათ თავარს იმეც ეკონომიკური ინვესტიციების თვალსაზრისით ჩინეთსაც კი ინტერესი დაეკარგა. ანუ საქართველოს არის საქართველოს დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი დანაპირები შეასრულოს, რაც თქვა, რომ საქართველოს არის ერთი პატარა სოფელი, ერთი ორღობე და საქართველოს თუ ამ გზით გავაგზავნებთ სიარულს, მე გეტყვით რა იქნება. თავისი თუ ჩვენ ყველა საერთაშორისო პროგრამიდან, პროექტიდან ამოვარდით, მე მახსოვს ერთხელ შევარნაძემ თქვა, შევარნაძე შემთხვევით კი არა აფეთქე, შევარნაძემ ყველაფერი მიცა სინამდვილეში რუსებს, ოღონდ ერთი რამე ვერ დათმო ის საერთაშორისო პროექტები, რომელმაც გაიარა საქართველოსზე და ამის გამო ის კაცი ორჯერ აფეთქეს და მე გაგახსენებთ მის სიტყვებს. ვიღაცას ნავთობი აქვს, ვიღაცას გაზი აქვს. ჩვენ რა ჯანდაბა გვაქვს? გარდა იმისა, რომ სატრანზიტო ფუნქცია შევასრულოთ დანარჩენი მსოფლიოსთვის, მაშინ რითი შეიძლება ვიყოთ საინტერესო? ხინკალით? ან მარტო ჩვენი ცეკვებით, რაც არ უნდა მაგარი იყოს? ან მარტო ჩვენი მრავალხმიანობით? ან თუნდაც ჩვენი ლამაზი ბუნები და გონია, რომ საქართველოსნაირი ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა სხვა არ არსებობს? ერთი ჩამორჩენილი ეკონომიკურად გაუბედურებული ქვეყანა ვიქნებით, სადაც რომელშიც ვიყავით სულ რაღაც ერთ საუკუნე ნახევრის წინ და ერთმანეთს ყიდდით. მეტი გასაყიდი რო არ გქონდა. არ გქონდა სამწუხაროდ მეტი გასაყიდი პროდუქტი რო არ გქონდა, ერთმანეთს ყიდდით. ამ მდგომარეობამდე ალბათ ვერ მივალთ, იმიტომ რომ იმიტომ კი არა რომ ქართველს არ გაყიდის დამშეული. არა, იმიტომ რომ უბრალოდ ყიდველი აღარ გამოგვიჩნდება. ამაზე არ მეტყველებს შათილიშვილის ნალაპარაკები, რომ ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა დაატოვეთ ეს ქვეყანა. ვერ ახედავთ, რომ ის რაც თქვენ გინდათ და რა გვინდა წარმატებული ქვეყანა ახალგაზრდებში სახელით ვლაპარაკობთ, თუმცა ახალგაზრდა აღარა ვარ უკვე, წარმატებული ქვეყანა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში აქტივდებული ქვეყანა, რომელსაც თავისი ადგილი გვაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ 4-იც უნდა დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოს დგას ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. 4-თან დაკავშირებით მაინც რატომ ვერ მოხერხდა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება? მესმის რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობს. 4-თან დაკავშირებით ვერ მოხერხდა. ერთიანი პოზიცია რომ 4 უნდა იყოს დიდი საპროტესტო აქცია. ეს არის ერთიანი. მერე ვიღაცას აქვს უფრო მეტის მოლოდინი. იმ მოლოდინი ვისაც აქვს უფრო მეტის, ალბათ რაღაცის ემზადება რაღაცისთვის, რაც იმ მოლოდინების შესრულება შეიძლება. თქვენ არ მონაწილეობთ ამ სამზადისში. თუ ემიჯნებით, მაშინ როგორ ემიჯნებით, იმიტომ რომ მე ვიქნები იქ და ვიმოქმედებ იმის დამიხედვით, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება. იმოქმედებს ხელისუფლება მანამ სანამ ხელისუფლების მოქმედება უნდა ალბათ წარმოშვას აქციის, არ ვიცი, ორგანიზატორებისა თუ მონაწილეების მოქმედება. და დარბევები ხალხის მოქმედებამ გაუკეთა ინსპირაცია, საშინელი დარბევები რო გააკეთა ბანდიტებით ხელისუფლებამ, ბანდიტებით, რომლებსაც ჰქონდათ შავი ფორმა ჩაცმული. ის სპეცრაზის ფორმა არ იყო. სპეცრაზის ფორმა არ არის ნიშნების გარეშე ფორმა. ის რომ ძალიან გავს ერთმანეთს გარეგნულად, ეგ არაფერს არ ნიშნავს. ისე როგორც ამათი საყვარელი ვლადიმერ პუტინი ამბობდა ხოლმე, სამხედრო ფორმა ყველა მაღაზიაში. მაშინ ამიხსენით, აი რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ თქვენ იმოქმედებთ იმის მიხედვით, როგორ იმოქმედებს ხელისუფლება. ისე როგორც მოქმედებდით დღემდე, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ხელისუფლების მოქმედებაზე ჰქონდა პასუხი. ზოგჯერ საკმარისი, ზოგჯერ არასაკმარისი. სამწუხაროდ არც სრულად საკმარისი იმისთვის, რომ ეს ხელისუფლება დასრულებულიყო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი მოქმედება, სადაც ხელისუფლება მოქმედებს არალეგიტიმურად, მით უმეტეს არალეგიტიმური ხელისუფლება და კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ არ ქონდა საკმარისი ძალა. ყველა მოქმედება მისი თქვენთვის არის არალეგიტიმური. არა, არალეგიტიმურის გარდა არის მოქმედებების და გიმეორებ, ბანდიტები იყვნენ თქო, ბანდიტები მოქმედებდნენ, არაიდენტიფიცირებული ადამიანი, არ ვამბობ, რომ სახელი და გვარი უნდა ეწეროს, მაგრამ ნომერი მაინც უნდა ეწეროს, როდესაც დანაშაული ჩადის, უნდა შეგეძლოს დადგენა იმ ნომრის უკან სახელი და გვარი დანაშაული რომელმა ადამიანმა ჩაიდინა. როცა ნომერიც არ აწერია, ვინმე მიცის, რუსი იყო, ქართველი იყო, იქნება ამათი მეგობარი ჩრდილო კავკასიელები იყვნენ. ამათი ბანდიტები, ამათი ახლა ხანს იყო და საკმაოდ განგრძობითი პროცესი იყო. ანუ თუ კი იგივე განმეორდება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით, განსაკუთრებით ნოემბერ-დეკემბერში,
როგორი იქნება თქვენი sapasukho რეაქცია? ითხარით, ჩემი საპასუხო მოქმედება იქნება ისეთი, როგორიც იყო. ან მეყოფა საკმარისი ძალა, ან არა. წინ აღუდგები ნებისმიერ უკანონობას. კეთილ, მადლობა. ეხლა წინასწარ როგორ გითხრათ, როგორი იქნება? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ 4-ში უნდა ჩემის აზრით იქნება და უნდა იყოს აუცილებლად ხალხმრავალი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ რომელიღაც ერთი ჯგუფის მიერ გამოცხადებული მიზნით გაკეთებული აქცია. ეს არის საერთო საქმისთვის ყველას მიერ გამოცხადებული აქცია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავანახოთ 4 ოქტომბერი არ არის ხელოვნურად ისე როგორც 27 არ არის ხელოვნურად ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითხოვს რომ უბრალოდ აი ამ დღეს ვაწყობთ საპროტესტო გამოსვლას. რატო? იმიტომ რომ უბრალოდ ამ დღეს ვაწყობთ. მაგრამ 27 სექტემბერი აფხაზეთის ოკუპაციის დღე 4 ოქტომბერი ეს ობიექტურად მოსული დღეებია. 4 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უწოდა არჩევნების დღე. ჩვენ უნდა დავანახოთ რომ ხალხი აპროტესტებს ამ ხელისუფლების, მათ შორის ამ ფარს. ხალხი არის ამ ხელისუფლების წინააღმდეგი. აი ეს უნდა დავანახოთ. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ხალხმრავლობა არის ნომერ პირველი ამოცანა, იმიტომ რომ დიახ, ჩვენ გვჭირდება ხანდახან და ხშირად გვჭირდება პარტნიორებთან საუბრის დროს, რომ კონდეს ლეგიტიმაცია, რომ წარმოვადგენთ ქართულ ხალხს და ჩვენი პრობლემა სხვათა შორის სწორედ ეგ არის. ცალ-ცალკე აღებული არც ერთი არ წარმოვადგენთ და ჩვენი პრობლემა არის ერთიანობა, ჩვენი პრობლემა არის კოორდინირება და ამიტომაც არის სწორედ ამათი მონაწილეობა არჩევნებში პრობლემური, რომ ორი კოალიცია მსხვილი და მათ შორის ამათი კითხვეს, რომ ორი პარტია მონაწილეობს და ორი არა, მაგრამ თუ კარგად ნახავთ, ერთ-ერთი ლელოს კოალიციიდან თქვენი სტუმარი იყო, ხო? ანუ არ არის ლელოს სრულად წარმოდგენილი კოალიციით არჩევნებში. მეორე თავისუფალი მოედანი არ არის სრულად წარმოდგენილი ლელო ამ არჩევნებში. ამ კოალიციიდან ორი სუბიექტი არ არის არჩევნებში მონაწილე. დარჩა ერთი ბოდიშვილი და არ ვიცი რაღაცა კინტოს და ლოტბაზარა ტერმინებით მოლაპარაკე ბატონი ელისაშვილი, ბაირამ დუდუქში და ბოდიშვილი აი ამ ტერმინებით რატო უნდა ლაპარაკობდეს პოლიტიკოსი არ მესმის მიუხედავად იმისა, რომ ესენი შეიძლება ყველაფერს იმსახურებდნენ, მაგრამ ამ ტერმინებით მოსაუბრე პოლიტიკოსი რატო უნდა იყოს არ ვიცი, ჩვენი მომავლის იმედის მქონე პარტიის ერთ-ერთი სახე ნამდვილად არ მესმის ბატონი მამუკასი და ბატონი ბადრისი. ამიტომ ჩვენი გეგმა, ჩვენ მიყვებით ამ გეგმას. თუმცა იქვე არის გახარია და დღეს ნახეთ რომ შეხვედრა გაიმართა დღეს არ ვიცი ხო, ბატონი გახარია კიდე ცალკე თემა ის ლაპარაკობს ხვების გმირობაზე და კაცი საქართველოს ჩამოსვლას ვერ ბედავს, თუმცა იმასაც ამბობს რომ ჩემი დაჭერის რესურსი არ აქვს, იმას რა ქვია ქართულ ოცნებას და თუ არ აქვს მისი დაპატიმრების რესურსი ქართულ ოცნებას, მაშინ ჩამოვიდეს და ვერ დაიჭერენ ეს. კეთილი, მადლობა. აკაკი ბობოხიძე, პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, სულს იყო ამ დროისთვის. ორშაბათამდე უნდა დაგემშვიდობოთ და ხო, მართლა ძალიან რთული კვირა იწყება ორშაბათს და ვნახოთ როგორ იქნება ამ კვირის დასასრული. შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ასეთი მოლოდინი და აბსოლუტურად ობიექტურად არსებობს ეს მოლოდინი, რომ ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი გარდამტეხი თარიღი მთელი აი ამ 8 თვიანი საპროტესტო ბრძოლის ორშაბათამდე.